Facebook-ზე Facebook-ზე შემოერთებულ მონაწილეებსაც შეგახსენებთ, რომ ანუ დღეს ჩვენ გვაქვს მერვე საჯარო დისკუსია, რომელიც ეხება და გვინდა ყოველ შემთხვევაში, რომ გავმართოთ ეს საჯარო დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ელექტრონული საშუალებების გამოყენებაც ხდება არჩევნების პროცესში, რამდენად სანდოა და რა ტიპის რისკები უკავშირდება ამ ელექტრონულ ტექნოლოგიებს. შესაბამისად ამ მიზნით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან აქტუალურია ეს თემა, განსაკუთრებით მიმდინარე კონტექსტის გათვალისწინებით და განსაკუთრებით იმ დისკუსიის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიციური სპექტრი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ, თუ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს ადგილობრივი არჩევნებისადმი, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის შემთხვევაში, როგორი პირობები უნდა დავაყენოთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები უკვე ჩატარდეს განსხვავებულ სამართლიან გამჭვირვალე გარემოში, ისეთში, როდესაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ექნება თანაბარი ტიპის უფლებები და ექნება იგივენაირი ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე და იგივენაირი ჩართულობა ყველა მიმართულებით, რაც აქვს დღესდღეობით ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ფაქტია, რა გარემოშიც ჩატარდა 2024 საპარლამენტო არჩევნები და როგორც მოახერხა ქართულმა ოცნებამ, რომ გაეყალბებინა ეს არჩევნები, სწორედ იმ დომინანტურმა მდგომარეობამ მისცა, რაც მას ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, სამივე დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე და იმ ახალ სიახლეზე, ანუ ტექნოლოგიურ არჩევნებზე, იმ აპარატებზე, ელექტრონულ საშუალებებზე, რომელზეც დაშვება, რომელთა პროგრამულ უზრუნველყოფასთან თუ კონფიგურაციის კოდებთან დაშვება არ ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს, შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვა წარმოიქმნა, უფრო მეტსაც გეტყვით, წარმოიშვა არა მხოლოდ ლეგიტიმური კითხვები, ასევე წარმოიშვა ცხადია ამ პროცესში ეჭვებიც და ეჭვები წარმოიშვა პირველ რიგში იმის გამო, რომ არაინფორმირებული იყო საზოგადოება, ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბრად არ მიუწვდებოდა ხელი, შესაბამისად ასეთ ვითარებაში, როცა ასიმეტრია არის ინფორმირებულობაში, ფაქტია, რომ მეორე მხარეს, რომელსაც ხელი არ მიუწვდება, მას ებადება მრავალი შეკითხვა, ეჭვი და ცხადია, რომ ყველაფერი ეს მიდის იმ დასკვნამდე, რომ ელექტრონული ტექნოლოგიები არის მაღალი რისკის შემცველი და ამდენად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღევანდელი რისკების გაანალიზებით, ჩვენი ეჭვების, მიდგომების, გამოცდილებების გათვალისწინებით, ხო, მივიდეთ გარკვეულ დასკვნებამდე. საერთოდ გვჭირდება თუ არა ასეთი ტიპის ელექტრონული საშუალებები, უფრო პლუსები მოიტანა მან საარჩევნო პროცესში, გახადა ის უფრო დემოკრატიული და უფრო გამჭვირვალე თუ პირიქით, უფრო მანიპულირებადი გახადა მმართველი ძალის ხელში და იბადება კიდევ ერთი ძალიან დიდი შეკითხვა, რაც საზოგადოებაში აბსოლუტურად ლეგიტიმურია, თუ კი 2024 წლის არჩევნები ასე მძიმედ გაყალბდა, რაც მრავალი საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის ანგარიშებშიც მოხდა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებშიც მოხდა და ყველა დამკვირვებელი, ვისაც კი შეხება ჰქონდა ამ არჩევნებთან, სულ ყველა ერთხმაში ყვება თუ როგორი ძალადობრივი გარემო იყო, არათანაბარი გარემო იყო, როგორ ხდებოდა ამ მრჩევლის ნების კონტროლი და დაშინება, თუნდაც იგივე ელექტრონული საშუალებების გამო, რომ აი შენ მაინც დაგინახავენ ვის მიეცი ხმა, რა გააფერადე, ვინ შემოხაზე, აი ამ ფონზე და ამ კონტექსტის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაანალიზოთ ასეთი ტიპის ელექტრონული საშუალებები უფრო აუმჯობესებს არჩევნების პროცესს თუ პირიქით ის ზრდის და განუზომლად ზრდის, ასე ვთქვათ, რისკებს, რომელიც უკავშირდება არჩევნებს, ანგრევს ადამიანებში და მოქალაქეებში ნდობას თვითონ საარჩევნო პროცესისადმი და თუ კი 2024-ის არჩევნები ასე გაყალბდა ამ ელექტრონული საშუალებების პირობებში, მაშინ რა გარანტია გვაქვს ახლა საზოგადოებას, რომ შევდივართ, ან ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ან შევდივართ ადგილობრივ არჩევნებში,
პლუს გაუარესებულია კანონმდებლობა, პლუს გაუარესებულია დაკვირვების უფლება და იგივენაირი დახურული შავი ყუთები არის და ეს ელექტრონული საშუალებები, იმიტომ რომ ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება მის კონტროლზე. აი, სწორედ ამ მრავალი რისკის მithქმა-მოთქმის, საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ეჭვების და დამოკიდებულებების გათვალისწინებით მინდა რომ დღეს შევძლოთ და ვისაუბროთ აი ამ რისკებზე. შეგიძლიათ ჩვენ რო არ გამოგვივიდეს მონოლოგის რეჟიმი, ვანო ბურდული გააკეთებს აი ამ დოკუმენტის მიმოხილვას და სათითაო საკითხზე ჩაერთეთ, გააჩერეთ სპიკერი და დასვით შეკითხვები ან გამოთქვით საწინააღმდეგო აზრები, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს იყოს ესეთი ცოცხალი დისკუსია, ასე ვთქვათ, რაღაც მონოლოგის რეჟიმი კი არ იყოს, არამედ იყოს ძალიან ინტერაქტიული და სადაც კითხვა და წარმოიშვება, ანუ იქვე მოხდეს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს არის მოკლედ რომ გითხრათ ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მიზანი და თქვენი აქტიური ჩართულობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ეხლა სიტყვას ვანოს გადავცემ. როგორც ხედავთ აი ამ დოკუმენტზე 3 სვეტია, ანუ 4 სვეტი იმის გათვალისწინებით რომელ აპარატს ეხება, მაგრამ 3 სვეტი როგორ დაუპირისპიროთ ერთმანეთს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები, ანუ დოკუმენტური არჩევნების საწინააღმდეგო სცენარს და საერთოდ გვჭირდება თუ არა ელექტრონული და თუ გვჭირდება მაშინ რას აუმჯობესებს. აი ამ 3 სვეტზე გვინდა რომ ვისაუბროთ დღეს და გთხოვთ რომ აქტიურად ჩაერთოთ. ვანო, თქვენ შეგიძლიათ რომ დაიწყოთ. მოგესალმებით ყველას. მოკლედ ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული შედარებითი ანალიზი თუ რა შესაძლებლობები გააჩნია ელექტრონულ საშუალებებს და როგორ შეიძლება რომ ეს გამოყენებული იქნას, რა თქმა უნდა, ნეგატიური მიმართულებით, ხო? პირველად და მთავარი უნდა დავიწყოთ და ვთქვათ ის, რომ ელექტრონულმა არჩევნებმა რეალურად 3 მთავარი შედეგი მოუტანა ოცნებას. ეს არის ნომერ პირველი ინფორმაციის ლაივ რეჟიმში მიღება, მეორე არის idеალური კარუსელი, როდესაც კვალის გარეშე ხდებოდა კარუსელების ჩატარება და შესაბამისად ყოველგვარი კვალი იყო აღმოფხვილი და ეს ნათლად არ ჩანდა და მესამე ეს იყო შიშის დანერგვა. ჩვენ ვიცით რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს და განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს ეუბნებოდნენ რომ რამე არ შეგეშალოს, ჩვენ მაინც გავიგებთ ვის მისცემ ხმას. დავიწყოთ ვერიფიკაციის აპარატით, ხო, ანუ 3 მთავარი აპარატი იყო, 3 ძირითადი აპარატი, რაზედაც ანუ ეს გამოყენებითაც ჩაატარა ოცნებამ არჩევნები და დავიწყოთ რა თქმა უნდა ეს იყო პირველ რიგში ვერიფიკაციის აპარატი, როდესაც საარჩევნებელი მიდის და სწორედ ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით ხდებოდა ID ბარათის იდენტიფიცირება, ხო? გაცრავთ, ვანო, თუ შეიძლება შეგაწყვეტინებთ აქ და მე ჩავერთვები რასთან დაკავშირებით. ნახეთ, აი ჩვენ ამას ვუწოდებთ ამ აპარატს ვერიფიკაციის აპარატს. ასევე საარჩევნო კოდექსშიც არის სპეციალური მუხლები დამატებული, სადაც ასევე ხსენებულია ვერიფიკაციის აპარატი და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესი. მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ გარემოებაზე. თვითონ ეს აპარატი, რა მოდელის აპარატიც არის შესყიდული, შესყიდვის ხელშეკრულებებით ეს VIU, ხო, არის იდენტიფიკაციის აპარატი და არა ვერიფიკაციის აპარატი. ესე იგი, თვითონ ის მოდელი, რაც ჩვენმა სახელმწიფომ შეიზღიდა, მას არ ეწოდება ვერიფიკაციის აპარატი. მას ეწოდება, აი სატენდერო დოკუმენტებშიც და შესყიდვის დოკუმენტებშიც ეწოდება იდენტიფიცირების, მაიდენტიფიცირებელი აპარატი. და მე მგონი აქ უკვე არის ნომერ პირველი პრობლემა, იმიტომ რომ ერთის მხრივ კანონმდებლობა და კოდექსი ადგენს, რომ სახელმწიფოს უნდა ეყიდა ვერიფიკაციის ფუნქციით აღჭურვილი აპარატები და აი საბიუჯეტო სახსრები, რაზეც დაიხარჯა, ეს უნდა ყოფილიყო დახარჯული ვერიფიკაციის ფუნქციით აღჭურვილ აპარატებზე, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვიყიდეთ VIU აპარატები, ანუ იდენტიფიკაციის აპარატები. ამიტომ ეს პრობლემაც მინდა რომ მოვინიშნოთ, გვახსოვდეს
და როდესაც ვიმსჯელებთ ზოგადად აი ამ ელექტრონულ არჩევნებზე, ეს კონდეს მხედველობაში, რომ ჩვენ სინამდვილეში არ გაგვაჩნია ვერიფიკაციის აპარატები. მაგალითი რო გითხრათ, ვერიფიკაციად მიიჩნევა მაგალითად სახის, თვალის გუგის სკანირების ფუნქციის მქონე აპარატები, ასევე თითის ანაბეჭდის, ანუ ბიომეტრიული, ასე ვთქვათ, პარამეტრებით იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია. ეს ფუნქცია უნდა ჰქონდეს აპარატს. მაგრამ სინამდვილეში ჩვენს ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციის აპარატს ეს ფუნქციები არ გააჩნია. არც სახის, არც რეტინის და არც თითის ანაბეჭდით არ ხდება ვერიფიკაცია ამომრჩევლის. აი ამიტომ ეს ზოგადი დახასიათებისთვის მინდა რომ გვახსოვდეს და შემდეგ ამაზე ვიმსჯელოთ. დიახ, მადლობა. კი ბატონო. პირველი და მთავარი, სადაც საიდანაც გვინდა რომ დავიწყოთ, ეს არის ბუნებრივი ინფორმაციის live რეჟიმში მიღება, ხო? რას აკეთებს ვერიფიკაციის აპარატი? მოდის ამორჩეველი, მისი პირადობის გატარება ხდება აპარატში. ბუნებრივია, აპარატი იმახსოვრებს ამორჩევლის მონაცემებს, ადრეს მას შიდა მეხსიერებაში ჩატვირთულ სიასთან და იმ შემთხვევაში თუ კი იმოვნის ამორჩეველია, ანუ ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს, ხდება მისი, ასე თქვა, ვერიფიკაცია, თუმცა კი ვერიფიკაცია არ ხდება რეალურად, თუმცა მის ეკრანზე ეწერება, რომ ამორჩეველი არის ვერიფიცირებული და მას შეუძლია რომ მიიღოს არჩევნებში ამ უბანში არჩევნებში მონაწილეობა და მას გადაეცემა შემდგომში ბიულეტენი, პარალელურად იბეჭდება სპეციალური პატარა ქვითარი, რომელიც ვარდება იმავე ყუთში, ხო? სწორედ ამის შემდგომ, ანუ როდესაც ამორჩეველის მის პირადობა იქნება ჩამოტარებული, შიდა მეხსიერებაში შეინახავს ამ ამორჩევლის მონაცემებს და ანუ რეალურად ყოველი შემდგომი ამორჩევლის მერე ეს მისი შიდა მეხსიერება, მისი ბაზა იუსება და ინახება ყოველი თითოეული მოსული ამორჩევლის ვინაობა, ხო, ვინ რომელ რა დროს და რომელ საათზე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. არჩევნებში ჩართული მხარეები დამეთანხმებიან იმაში, რომ ეს არის უნიშნულოვანესი ინფორმაცია. ეს არის ყველაზე არსებითი და ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე ინფორმაცია, რომელიც შეიძლება რომ ამ შემთხვევაში ვინმე გამოიყენოს და ეს ინფორმაცია არის სწორედ საფუძველი იმისი, რომ არ მოსულ ამორჩეველთან მივიდეს ის კოორდინატორი და უთხრას, რომ წამოვიდეს ან დაურეკოს რამდენჯერმე და ძალით, ასე ვთქვათ, მოიყვანოს უბანზე. ჩვენ გვახსოვს ჩვენს გარემოცვაში რომ მოვიკითხოთ, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ესეთი, რომელსაც არაერთჯერადად კი არა, რამდენიმე 10ჯერ და 15ჯერაც დაურეკავთ და უთქვამთ, რომ ჩვენ ვიცით, რომ შენ უბანზე არ მოსულ ხარ და მოდი დროზე და მიეცი ხმა. ანუ საიდან იცოდნენ, ბუნებრივი ერთადერთი აპარატი ეს არის ვერიფიკაციის აპარატი, რომელიც ინახავს მოსული ამორჩევლის შესახებ ინფორმაციას, ხო? პარალელურ რეჟიმში მე მინდა ასევე რომ შევადარო ეს ძველ სისტემას, ანუ დოკუმენტურ ვერსიას და ყველა ვჯერდებით ალბათ იმაზე, რომ აი ამ ინფორმაციის ამოკრება უკვე სამაგიდო ხელმოწერიან სიებში არის პრაქტიკულად შეუძლებელი, ძალიან დროში გაწელილი, ასევე არაზუსტი, იმიტომ რომ ვინმე უნდა დაადგეს თავზე ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რეგისტრატორს ამოიწეროს თუ რომელ გრაფაზე არის ხელმოწერები გაკეთებული ის ამორჩევლები და რაღაცნაირად აი ეს ჩანაწერების დონეზე იქნეს ეს ინფორმაცია გადაცემული, ხო? რაც ბუნებრივია იქნება ძალიან არასაიმედო, არაზუსტი და ასევე გაიწელება დროში. ამიტომ თუ კი შევადრით იმას, რომ დოკუმენტურსა და ელექტრონულ ვერსიასთან მიმართებაში აღმოვაჩენთ და ნამდვილადაც ასე არის, რომ დოკუმენტური არის ბევრად ნაკლები რისკის შემცველი ამ კუთხით და ამ მიმართულებით. ამორჩევლის მიერ თავის ან სხვის ნაცვლად ბიულეტენების მიღების კვალის გაქრობა იყო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ჩვენ გვახსოვს, როდესაც არჩევნების შემდგომ იქნა მოთხოვნილი იმ პატარა ყუთების გახსნა, რომელშიც თავსდებოდა ვერიფიკაციის ამ ნაპარიდან აუგზნელი ქვითარი, დააყადაღეს ეს ყუთები და თავიდან ბოლომდე აპარატები და საერთოდ ასე ვთქვათ, ჩაკეტილ სივრცეში ამყოფეს და გითხრეს, რომ არა, შენი გვერდ ჩაიხედები, ეს ყუთები არ გაიხსნება, ამიტომ უკაცრავად, მაგრამ ეს შენი საქმე არ არის. ანუ თუ კი ელექტრონულ შემთხვევაში შეუძლებელია გადამოწმდეს თუ ვის მისცა, ანუ რომელი ამორჩეველი უბანზე ამ შემთხვევაში შეუძლებელია იმ კუთხით, რომ ამას მხოლოდ აპარატის შიდა მეხსიერება ინახავს და მასში ბუნებრივია არავის არ ახედებდნენ ისევე როგორც მანამდე პროცესებში, მაგალითად სიების ჩატვირთვის ან სხვა პროცესებში, ხო?
ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიგებთ, რომ მაგალითად ადამიანი ძალიან ხშირად იყო ხოლმე შემთხვევა, როდესაც სიტყვაზე ვიზახი რომელიმე კომისიის წევრის ან დამკვირვებლის ან წარმომადგენლის მეზობელი, ნაცნობი, ახლობელი, უბნელი, მაგალითად იყო საზღვარგარეთ და ის დარწმუნებული იყო, რომ ვერ მოვიდოდა უბანზე და ვერ მისცემდა ხმას. ამ შემთხვევაში დოკუმენტური სიაში შესაძლებელია, რომ გადამოწმდეს და ინახოს, რომ ნამდვილად ის ადამიანი, რომელიც არ მოსულა და სიტყვაზე ვიძახი 10 წელია უცხოეთშია და არც დღეს არ ჩამოსულა, შემთხვევით ხო არ მისცა ხმა და ხო არ არის მისი სახელი გვარის გასწვრივ ხელმოწერა, ანუ მასზე ხომ არ არის ბიულეტინი გაცემული, ამის გადამოწმების საშუალებას დოკუმენტური სიები იძლევა, ხოლო ელექტრონული სიები სამწუხაროდ არ იძლევა, ხო? ანუ ელექტრონული სიები ამ შემთხვევაში ვერიფიკაციის აპარატს გულისხმობს. ანუ ამ მიმართულებითაც საკმაოდ არსებითად არის გავუარესებული მდგომარეობა, ვინაიდან მონიტორინგის საშუალება არ არსებობს ვერიფიკაციის აპარატებზე. მარტივად არის შესაძლებელი როგორც ხმის პირადობით ხმის მიცემა, ასევე პირადი ნომრის ხელით შეყვანა და ბიულეტინის გაცემა. შესაძლებელია ასევე არასათანადო ვადაგასული ან მობილურში არსებული საკუთარი ან სხვისი პირადობის ფოტოს მეშვეობით ხმის მიცემა, ხო? ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის, რომ ძირითად შემთხვევაში კი არა, საკმაოდ ხშირად ხელით შეყავდათ ისე აუმჩევლის პირადი ნომრები და ამ შემთხვევაში აძლევინებდნენ ხოლმე ხმას, ხო? ანუ რეალურად პირადი ნომრის ხელით შეყვანა უნდა მომხდარიყო ერთადერთ შემთხვევაში, რომ პასპორტი ყოფილიყო წარდგენილი, თუმცა ესეც ძალიან უცნაურია, ვინაიდან პასპორტის გატარების საშუალება ჰქონდა ამ ვერიფიკაციის აპარატს, მაგრამ არ აკეთებინებდნენ და ასევე რადიკალურად იყო მომატებული პასპორტის მეშვეობით ხმის მიმცემ ამომრჩეველთა რაოდენობა. უკაცრავად მანიკო, დიახ, დათა ჩაერთეთ, ანუ აღარ გიდათ ხელისაწევა. დიახ, დათა გისმენთ. ნახეთ, როგორ ჯობია ბოლომდე გახვიდეთ და მე დავსვათ თუ ეხა დავსვა. მე მგონია რომ ახლავე ჯობია. ხო. კარგით, მაშინ იმიტომ რომ ბევრია და სხვა ლაივ რეჟიმს რაც შეეხება, თქვა, ეს არის დაშვება იმის, რომ მანქანიდან იღებენ ინფორმაციას, ხო? მაგრამ ტრადიციულ საქარავალო იმაში თუ მე რო ვიყო მენეჯერი და მჭირდებოდეს ეს მონაცემი, უბრალოდ კარტთან დავაყენებ უბნის უნებოს, რომელსაც აქვს თუ ისა კოორდინატორი თუ რასაც ეძახიან, არის კაპიტანი, ექნება იმას ჩატვირთული სია ელექტრონულ თაფში და ვინც მოდის, ისინი ყველას იცნობენ, პრინციპში ვინც მოდის მოვჩეკავ და ონლაინში გადავწევ, არ მჭირდება მე ისედაც მილია რა ამის გაკეთება. ანუ ეს გეთახდებით მაგამ ბავშვი, იმიტომ რომ შეუძლებელია თითოეული ადამიანი როგორჯერ ერთი რო სახეზე ვერ იცნობს და მეორე კიდე პირადობას არავინ გაძლევს და რანაირად მე ვარ პირობითად ხელისუფლებასთან დაახლოებული ხელისუფლების ქართული ოცნების კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ოცნების კოორდინატორი ვარ, რომელიც აღმჭურვის ფაბით იქ არის ჩადებული სიამაკ ელექტრონული ხელთ რო არ წერო და მე არ გავაციფრულო, რომელიც დაკავშირებულია შტაბთან და ყველა მოსულს მოვჩეკავ და ონლაინში მიიღებს. არ ჭირდება ამას. როგორ მოვჩეკავ გაცრავად? სახეზე ცნობენ, ანუ ჩემ უბანში არის 1000 რთულია რომ სახეზე ცნობენ, მაგათ 3000 ამომრჩეველი. ხო მოგეხსენებათ, რომ ყველაზე დიდი არის 2000, ყველა არ მოდის, აქედან ვიცი ვინც არის კარგი ორგანიზების შემთხვევაში, ვიცი ვინ არის ჩემი სიები, იმიტომ რომ მე მახსოვს ერთხელ სხვა დროს დამირეკა ასევე კოორდინატორი, სულ არ იყო ციფრულა და სამჯერ დამირეკა, რომ მივედი მეოთხეჯერ მაგრა ვეჭვი, იმიტომ რომ ის ფურცელზე იმაშობოდა. ეხლა თაბი რომ მივცე, ეს პრობლემა ლაივ რეჟიმში რამდენი პროცენტიანი სიზუსტე იქნება ამ შემთხვევაში? ამ 80%-ია. ხო, აი ხა 80% სულ გარანტიას ერთმა ადამიანმა შეიძლება დაიმოსწოროს 700 ადამიანის სახე და აბსოლუტურად ორ ადამიანს დავიქირავებ ხელისუფლება რო ვარ და ბიუჯეტზე რო ვარ. ორი ადამიანი დავიქირავებ. უნდა და გავუქო 400 ან 350 ადამიანის სახე შემიძლია რომ დავიმოსწორო? ნახეთ, საქმე რა არის, რომ თელი უბედურება ჩვენ არ ვიცით ეს არ გვაქვს ნდობა ამ აპარატის, მაგრამ ეს აპარატი თუ არ იძლევა ონლაინში არ გადასცემს, ანუ ეს დაშვება მუშაობს იმ შემთხვევაში ონლაინში გადასცემს. თუ ონლაინში რომ მოკლედ იგივე ამოცანა მიღწევა შესაძლებელი არის
ონლაინ ლაივ რეჟიმში რომ მიიღოს, უბრალოდ უნდა დააყენო იქ შესაბამისი კოორდინატორი და ის უბრალოდ მონიშნავდა გადაწყდეს. ეხლა მეორე რაც არის. მეორეს ბარემ ამომრჩევლების მიერ თავის სხვის მაგირად კვალი რო არჩება. აქაც გვაქვს ანუ ამის მოგვარება არის ის რომ წესით რატო არის ხო რატო იბეჭდება ეს ქვით არის ეს პრაქტიკა მომდინარეობს იქიდან რომ გადავამოწმოთ ანუ ორი ტექნოლოგიას ვამოწმოთ ერთი არის ციფრული რომელიც თავისი აღრიცხვა აქვს და პარალელურად ხელს უაწერს მე ეს ორი მონაცემი უნდა ემთხვეოს უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ამდენაც მე მახსოვს კოდექსში სამწუხაროდ არ არის გათვალისწინებული რომ ეს ქვითრები უნდა იხსნებოდეს და ითვლებოდეს სანამ გადაიგზავნება ოლქში თუ ეს ამას მივაღწევთ რომ ამის გადაგზავნა ხდება მაშინ ეს პრობლემაც მე მგონი გვარდება იმიტომ რომ ჩვენ გვექნება ქვითრები უბრალოდ ამათ ქვითრებიც დააპატიმრეს და აპარატებიც ეხლა ეს უბრალოდ პირდაპირ ძალმომრეობაა ხო ნორმალურ სიტუაციაში ქვითრებით შემილია ვაკონტროლო ეს მოსულები და მეტიც თუ მაინც და მაინც უფრო მეტი გამჭვირვალობა გვინდა შესაძლებელია რომ დარწმუნებული ვარ რომ აპარატს აქვს ამის საშუალება მაგალითად საათში ერთხელ ან 2 საათში ერთხელ ამოპრინტოს ყველა მოსულები იმიტომ რომ მას ეს დამახსოვრებული აქვს და ნუ რავი საჯაროდ გამოიკრას ანუ ეს დაემატოს იმას რომ ეს საჯაროდ გამოიკრას და ნუ ყველას ექნება თანაბარი ასიმეტრიული ინფორმაციით გამოყენებით არც ერთ ძალას არ მიეცემა უპირატესობა. ბოდიში ბატონო დავით შეგაწყვეტინებ თუ შეიძლება მოდით ესეთ ფორმატში რომ ვიმსჯელოთ ნახეთ ანუ ტექნიკურად ამ პრობლემების მოგვარების ძალიან მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს. ნებისმიერ ტექნიკურ ასე ვთქვათ ტექნიკაში გათვითცნობიერებულ ადამიანმა შეიძლება თავისი ბევრი მიმართულება შემოგთავაზოს და ჩვენც ამ თემაზე შეგვიძლია ვიდეო დავუსრულებლად. ჩვენ ახლა იმაზე არ ვსაუბრობთ რომ მაგალითად აი ეს ტექნიკური პრობლემები როგორ იქნეს მოგვარებული, ან პროგრამა როგორ დაიწეროს, ან რაღაც ახალი პორტი დაემატოს, ახალი სკანერი და ასე შემდეგ. ანუ ამ ტექნიკურ ბუღალტერიაში არ შევდივართ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, რა შეუძლია, რა შეეძლო ამ აპარატებს 2024 წელს. დღესაც ბუნებრივია რა შეუძლია და რაში შესაძლოა რომ ეს იყოს გამოყენებული და გვინდა რომ ამასა და ძველ სისტემას შორის გავაკეთოთ შედარებითი ანალიზი. რაც შეეხება იმას თუ ხვალდაზე გამას როგორ გამოვასწოროთ, ეს მნიშვნელოვანი თემაა და შესაძლოა ამაზე ცალკე ასე ვთქვათ ბატონო მესამესაც ვიტყვი და ბარემ ანუ ხმის მიცემის სხვისი პირადობის მეშვეობით ამ შემთხვევაში პირიქით არის ანუ მაგალითად მე დამკვირვებელი ვიყავი ნუბანზე რომელშიც ძველი მეთოდი იყო და იმ პატარა შავ ამოპრინტულ სურათის შემოწმება და შედარება გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ამ ეკრანზე. უბრალოდ ეს ტექნოლოგია შესაძლებელია თუ იქნება სამართლიანი თამაშის წესები ტექნოლოგიის გამოცვლა პირიქით ეს ტექნოლოგია რაში მიადვილებს რომ თუ უფრო დიდ ეკრანზე ვხედავ მე ამ გამოსახულებას უფრო მარტივად შემილია რადგან დიდი გამოსახულებაა შევადარო ვიდრე რა ვიცი ისეთი მზერა მქონდეს და მხედველობა რომ იმ პატარა სურათსაც უყურებთან პარალელურად ვადარო მოსული ადამიანის რეალური სახე, ხო? ამ ხრივ აი ეს მესამე ნაწილი. მან სურათზე არ არის მხოლოდ საუბარი, ანუ სურათი კიდევ ყველაზე ნაკლები პრობლემაა და სურათზე კიდევ პირდაპირ უწერიეთ რომ თუ ჩათვალა რომ სურათი არ ემთხვევა და მე თავმჯდომარე ემთხვევა რომ მაინც მიაცემინე ხმა, მაინც აძლევინებდი ხმას. ამიტომ სურათი აქ საერთოდ არაფერს არ აწყვეტს პრაქტიკულად. ანუ ეს ეხლა ჩვენ იმას ვიზახეთ რომ ნახეთ ანუ ძველ სიაში შესაძლებელი იყო ის რომ ჩვენ გვენახა რომ ბატონი დავითი მომბრძანდა და მისცა თუ არა ხმა აქ ამას ვერ ვნახულობთ ანუ არჩევნებზე იყო თუ არჩევნებზე ამით ხდებოდა ხოლმე ძალიან ყველაფერს ხარიდან არ მოგაქვს ანუ მართ შესაძლებელი იყო ხოლმე და მე ამის იმაზე რომ ეს ხელმოწერა რატოა გაკეთებული, როდესაც ანუ რეალურად ეს გაყალბების კვალს ხელმოწერა გაკეთებული და მე უკვე ხუთში არსებული ბიულეტენი ეს ხელმოწერები ეს
აპარატშია, ლოგის ფორმით არის, ან რაღაცა არა, ბატონო ვანო. რაღაც აღმოჩენებენ ჩვენ. ბატონო ვანო, ნახეთ. ანუ ჩვენთვის არის მოსპარი თორე ოსნებისთვის რა თქმა უნდა არ არის მოსპარი, ის პროდუქტს ხედავს. ისეთ გამინდა. ანუ ორად გავმიჯნოთ ტექნოლოგიაში ჩადებული ხარვეზი და ანუ ტექნოლოგიური აპრიორი ხარვეზი რომ არის და მეორეა როგორ ხდება ამ ტექნოლოგიის გამოყენება. ანუ დანას კი არ დაუწყოთ ბრძოლა, იმიტომ რომ ან რა ვიცი, ჩაქუჩს, იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ჩაქუჩი თავში ვიღაცას ჩაარტყას. არამედ ვთქვათ ტექნოლოგიური, სულთა ტექნოლოგიური ხარვეზი რა არის და რა არის მისი უბრალოდ არამარძომიერი გამოყენება. ეს რო ერთმანეთზე გავიმიჯდეთ. ამის თქმა მინდა თვითონ ამ ტექნოლოგიის სწორი გამოყენების შემთხვევაში და ამას კოდექსის ცვლილებაც არ ჭირდება, ხო, უბრალოდ სწორი პრაქტიკა თუ იქნება. მაგალითისთვის აი ეს თქვენას ბრძანეთ რომ აქამდე მაინც არ ვლაპარაკობთ, ანუ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ არის თუ არა ეს ტექნოლოგია აპრიორი გადასაგდები ვლაპარაკობთ იმაზე, ოცნებამ როგორ გამოიყენა ელექტრონული საშუალებები გასაყალბებლად და ვაკეთებ შედარებით ანალიზს, რომ ძველი დოკუმენტური ფორმატი რო ყოფილიყო, იქ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდა და ვერ გამოიყენებდა. ეს არის მარტივი შედარებითი ანალიზია. და მე დამკვირვებელის პოზიციიდან გიყვებით რომ ჩემთვის მაგალითად ეკრანზე დავინახო, იქ რო ნახეთ თქვენ ნახავთ ეგეთ პროცედურას. მე მოვდივი ვარ სხვისი ნომრით. და ამ სხვის ნომერს მივაჩვენე და იმან ხელი შეიყვანა სხვისი ნომერი, ხო? ამ სხვისი ნომრის შეყვანის შემდეგ ეკრანზე ამოდის გამოსახულება, რომელიც წინააღმდეგობაში უნდა მოდიოდეს რეალურ ფიზიკურ პირთან. ეს არის ვერიფიკაცია. გამოსახულება არასოდეს არ არის სანდო დამიჯერეთ. ადამიანს ხშირ შემთხვევაში ვიზუალური აქვს შესვლელი, საფვალე უკეთია, წვერი აქვს მოშვებული, ხუთი ახურავს და გასუქებულია, გამხდარია და ასე შემდეგ. როდესაც სამი კაცი დარადგება თავზე და გეტყვით რომ არა ბატონო ეს არის ეს ადამიანი, ხო, ვეღარ მოიღებ დამიჯერეთ რა. ბატონო ვანო, იგივე შემთხვევაში რომ შემიძლია მე ჩემი პირადობას დავურთო სხვისი ნომერი, გადავცე როგორც ხო ესეთი პროცედურა იყო. ვიღაც კარუსელში მომწერა. ძველ შემთხვევაში პირადობას ფიზიკურად უყურებ და ახალ შემთხვევაში, ანუ ელექტრონულ შემთხვევაში არ გაჩვენებენ პირადობას. ანუ პირადობას ჩამოუსვამს და მისცემს უკან. თქვენ ჩაკეთეთ საშუალებას პირადობა. როდესაც დოკუმენტურზე ხდება ხოლმე შედარება, იქ გვერდზედებენ ამ პირადობას და რეალურად იმ გრაფაში სადაც წერია სახელი და გვარი პირადობის შედარება მარტივად შეგიძლიათ უკანა მხრიდან. ამის თქმა მინდა. უკაცრავად გიორგი მონიავას აქვს ძალიან დიდი ხანი ხელი აწეული და გიორგი იქნებ თქვენც ჩაერთოთ და აღარ აწიოთ და ამდენ ხანს არ ელოდოს არავინ, იმიტომ რომ არ არის პრობლემა, რა თქმა უნდა, პირიქით. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ თემებზე. იცი რაც მინდოდა მეთქვა, საინტერესოა დისკუსია და ყველა იმ აზრს, რაც ახლა გაჟღერდა, აქვს ალბათ არსებობის უფლება. თუმცა ზოგადად ელექტრონულ ტექნოლოგიებზე რო ვისაუბროთ და რო შევადაროთ ის ტრადიციულ მეთოდს, არც ერთი ელექტრონული ტექნოლოგია არსებული დღის მდგომარეობით არსებული ინოვატორულ ქვეყანაში უნდა იყოს ნებისმიერ სისტემაში თავისთავად არ არის შექმნილი გაყალბებისგან თავის დასაცავად. მათი დანიშნულება, მათი შექმნის მიზანი არის აბსოლუტურად სხვა. მათი შექმნის მიზანი არის სისტემის ან პროცესის სისტემატურობა, ანუ ელექტრონული გახადოს, უფრო ადვილი გახადოს სისტემა, უფრო დაჩქარებული გახადოს და საარჩევნო ადმინისტრაციისთვის იყოს მარტივი და სწრაფი მუშაობა. მეტი სხვა დანიშნულება არ აქვს. არ არსებობს აპრიორი სანდო სისტემა სოფლიოში, რომელიც გამორიცხავს ყველა გაყალბებას. და შეგვიძლია ერთი სისტემა შევცვალოთ მეორედ, იმას თავისი გამოწვევები აქვს, მეორე მესამე შევცვალოთ, იმას თავისი გამოწვევები აქვს და ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები გაყალბდეს მარტივად. რა არის გადამწყვეტი ამ იმაში? ანუ გადამწყვეტი ამ საკითხში არის საარჩევნო ადმინისტრაცია. თუ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ არის, ჩვენ გვინახავთ ჯერ კიდევ 2008-ში და 2010 წელს მიმდინარეობდა ამორჩევლების აღრიცხვა და დამიჯერეთ საკმაოდ სიზუსტით ხდებოდა ეს. მაშინაც რეკავდნენ, მაშინაც მოყავდათ, შეიძლება ეხლა უფრო ცოტა გაადვილებულია, მაშინ ცოტა ამაყოთ რომელიც ადვილი იყო, ვის რომელი ადვილებოდა, თუმცა ძალიან ადვილი არის, პირდაპირ გეტყვით რეგისტრატორებს ავალებდნენ 2 საათში ერთხელ ამოეთვალათ ნომრები, რომელ ნომრებიც იყო, რომელ ნომერი ამორჩევლებს იყო მოცემული, ამოეწერათ ეს, ბატონო, თავმჯდომარე
აგზავნდა ოლქში და ოლქიდან მიდიოდა შემდეგ უკვე საერთაშორისო იყო იყო ეს სისტემა იყო. დღეს ეს შეიძლება ავტომატიზირებული ან შეიძლება ისევ ესე ცვლიან. არა აქვს ამას მნიშვნელობა. გამოსავალი ყოველთვის ააცილებს იმისთვის, რომ იმ ადმინისტრაციამ, რომელსაც მიკორდოებული საარჩევნო ადმინისტრაციაზე მაქვს საუბარი, არჩევნები გააყალბეს. ყოველთვის აყალბებენ ტრადიციული მეთოდით და გააყალბებენ ნებისმიერი სახის ელექტრონული ტექნოლოგიების შემთხვევაში, რაც არ უნდა შემოვიტანოთ ჩვენ, ხო? ანუ რასაც არ უნდა დაუჭიროთ ხარ. არ არსებობს ეს ტექნოლოგია, რომელიც აპრიორში მოგცემს გარანტიას, რომ არჩევნებს ვერავინ ვერ გააყალბებს. მაგრამ ეხლა რაც შეიძლება ერთი დავამატო ამ შემთხვევაში, ანუ აქ ჩვენ ისიც სულ გვახსოვს, ხო, იმედია რომ ჩვეულებრივ არაელექტრონულ არჩევნებსაც ზუსტად ასევე აყალბებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი აზრით ელექტრონული შეიძლება სასარგებლოდ არგუმენტი ის იყოს, რომ ეს გაყალბება უფრო აშკარა აღმოჩნდა. იმიტომ რომ იმ წინა არჩევნებზე ვერ ვამტკიცებდით, ჩვენ შეგვქონდა ოქმები, იყო ჩვენი სიტყვა მათი სიტყვის წინააღმდეგ და ძალიან დიდი პლუსი რაც აქვს ამ ელექტრონულ ტექნოლოგიას არის აუდიტი და არის საწყისი კოდი. საწყისი კოდი არის ტვინი ამ ელექტრონულ ტექნოლოგიებს როგორც მუშაობს. თუ საწყისი კოდის ნამდვილი აუდიტი გაკეთება და არა ისეთი პირდაპირ ვიწყი ყალბი აუდიტი რომელიც გაკეთდა არა იმიტომ რომ აუდიტორული კომპანია იყო ცუდი ან არასანდო არა აუდიტორულ კომპანიას როცა შეეკითხებით და რასაც შეეკითხებით იმ ბაზაზე გაგცემთ პასუხს იმის იქეთ არ გავა იმ ფარგლებს არ გაცდება არასდროს ჩვენ რომ ნახოთ პირველი ორი დასკვნა აუდიტის გაკეთებული არის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორი კვირით ადრე უფრო სწორად ანუ მან შეამოწმა ტექნოლოგიები და თქვა რომ საწყისი კოდი რომელიც მაშინ ჩაწერილია მოკლედ რომ არის კარგი. თუმცა შესაბამის. თუმცა იმის მერე ეს ტექნოლოგიები გადმოვიდა ოლქის საცავებში და ოლქის საცავებში ორი კვირა კი არა ერთი დღე არის საკმარისი საწყის კოდი აბსოლუტურად შეიცვალოს და სხვა საწყის კოდი ჩაიწეროს შიგნით, ხო? სიტყვაზე ვამბობ თუ მაგალითად ვამბობ თუ ვიცით თქვენ ყველამ რომ ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული იყო მთელი სია ამორჩევლების, ხო? 3 მილიონი ნახევარი თუ რამდენიც იყო ამორჩევლები. ყველა ვერიფიკაციის აპარატში იყო მთლიანი სია ჩატვირთული, თუმცა შემდეგ საწყისი კოდი ააქტიურება უბნების მიხედვით იმ ამორჩევლებს ამ 3 მილიონი ნახევრიდან, რომელი ამორჩევლებს იყვნენ კონკრეტულ იმ უბანზე რეგისტრირებული, სადაც იყო განთავსებული ეს კონკრეტული ვერიფიკაციის აპარატი. შესაბამისად, საწყისი კოდი შეიძლებოდა აბსოლუტურად თავისუფლად ისე ყოფილიყო დაპროგრამებული და მე საკმაოდ ისეთი საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ამისი, თუმცა ამის მტკიცებულება რა თქმა უნდა ერთ-ორ შემთხვევაში არის, მაგრამ ეს მტკიცებულება არ გვაქვს ამისი, მაგრამ დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა ისეთი შემთხვევები, რომელმაც ეს საწყის კოდს ვაპროგრამირებ ისე, რომ ყოველ უბანზე ოლქის მასშტაბით მიაქტიურებს უბნის 3000 ამორჩევლს და პლუს კიდე ერთი და იგივე 100 ამორჩევლს. ერთიანი სიიდან. ეს ამორჩეველი აბსოლუტურად ლეგალურად არანაირი სხვისი პირადობით და სხვისი პირადობის ნომრებით ან პასპორტებით, თუმცა ესეთი შემთხვევები ბევრი იყო. დადის უბნიდან უბანზე ოლქის მასშტაბით, შედის და ყველგან არის აქტიური ზღვას. სწორედ ლეგალური კარუსელი რადგან საუბრობთ. მაგრამ პლუსი რა აქვს, რატო ვამბობ? ჩვენ 2008-ში, 2010-ში, 2006-ში ვინახავს შემთხვევები, როდესაც სხვის მაგივრად სხვას ჰქონდა ხელი მოწერილი. და ესეთი რომ დაგვიწერია, იცით პასუხი რა იყო? უცებ აქტი შეუდგენიათ, რომ უი, აქ ჩემი მეზობელი იყო მოსული და შემეშალა სხვაგან მოვაწერინე ხელი. და აქ შეადგენდა რომ ის უნდა ყოფილიყო ეს გაგიწორებდნენ ეგრე ის ვერაფერს ვეღარ ედავენ. გასავსი ფაქტები ოლქის დროზე იყო ხოლმე 3 ან 4. 3 ან 4 მეტი არ იყო. ბევრად მეტი. რაოდენობას და ხარისხს აქვს სხვა ხო? მაგის სტატისტიკასაც შემიძლია გამოცდეთ ჩვენ ძველ შეფასებებში არის, თუმცა ამაზე არ ვსაუბრობ. რა რისი თქმა უნდა დავასრულებ ახლა. ამ ელექტრონულ ტექნოლოგიას ერთი ყველაზე დიდი პლუსი აქვს ის რომ აუდიტი თუ ჩატარდება წესიერ დროს და წესიერი მეთოდოლოგიით უძლია პასუხს რაც ყველა იმ შეკითხვაზე, რომელსაც ეხლა ჩვენ სვამ. თითოეულზე თქვენ ეხლა ვერ დამისვათ ისეთ შეკითხვას, რომელიც გექნება ელექტრონული ტექნოლოგიის მიმართ გაჟღერებული, რომელიც არ შეუძლია დაფაროს აუდიტი. ამიტომ ის კი არ არის, ანუ მე იმას კი არ ვამბობ, შეგვიძლია თქვა ტრადიციულ წესს დაუბრუნდეთ, თუმცა მტკიცებულებების მოპოვების კუთხით
და შემდეგ უკვე შეფასების კუთხით, რომ ნამდვილად როგორ ჩატარდა არჩევნები, ხო, ბევრად უფრო ადვილია ელექტრონული ტექნოლოგიების შემთხვევაში, ვიდრე ტრადიციული წესით. რატომ? იმიტომ რომ ელექტრონული ტექნოლოგიები ტოვებს კვალს ისეთ, რომელიც კვალსაც ვერ წაში. თუ ტექნოლოგიები, კონკრეტული აპარატები, არჩევნების დასრულებისთანავე უბნებზევე გარკვეული ნაწილი შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით არჩეული დაილუქება და გადავა აუდიტორიული კომპანიის ლაბორატორიებში, იქ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი დევს უკვე ხელის გულზე. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია იდენტიფიცირება მოვახდინოთ რა სახის ასე ვთქვათ ხრელები ქონდა დატოვებული დასაკავებად ელექტრონულ ტექნოლოგიებს და როგორ ამოვახსოვთ ისინი. თუ შევადარებთ იმას, კი თავისი პლუსი და მინუსი აქვს როგორც ელექტრონულ ტექნოლოგიებს, როგორც თქვი, გამეორდები არც ერთი მათგანი არ არის იმისთვის შექმნილი, რომ გაყალბების რაღაცა манипуляციის საშუალებები აღმოხსნას, არა, უბრალოდ არის რომ პროცესი გაამართლოს და დააჭყროს, ეს არის მათი მიზანი, თანხმობა და სხვა მიზანს ისინი არ ემსახურება და მეორე თუ ტრადიციულ წესს დაუბრუნდებით, იქაც გაუყალბებიათ და იქაც გააყალბებენ. ამიტომ გაყალბებას ამითი ჩვენ შევცვლით თუ არა ელექტრონული გვექნება თუ არა ელექტრონული, ამითი გაყალბებას ვერ აღმოხდით იმით, რომ უნდა არსებობდეს ესა თუ ის თული, ხო, რაღაც ხელსაწყო ტექნოლოგიები თუ ხაღავდები, ისეთი ხალხის ხელში, რომელსაც ვენდობთ. ეს არის ამოსავალი ისაფის ვინდა რომ არ გაყალბდეს არჩევნები. სხვანაირად ვისაუბროთ ძალიან ბევრი, მე ძალიან მიყვარს ეს თემა, ძალიან მიყვარს თითოეულ ადამიანი, რომელიც ამ თემა აინტერესებს, ამ თემაზე საუბრობს, თუმცა გულახდილი ვიქნებით თქვენთან და იმაშია დროის კარგვად, რომ ვთქვათ, რომ ის უფრო ნაკლებად გაღებებადია იმ სისტემაში. ეს ამის მანძილდა თუ შეკითხები იქნება მეც ვზარდ რომ იპასუხებ. ერთი კითხვა მაქვს სანამ თქვენ დაიწყებთ გიორგის უპასუხებთ შეიძლება მოკლედ ხო ნუ კი აბსოლუტურად ლოგიკურია თუმცა კი მანდ არის ორი მომენტი ხო რა მოცემულობა გვაქვს ანუ ჩვენ გვაქვს ის მოცემულობა რომ შეგვიძლია დამოუკიდებელი აუდიტი ჩამოვიყვანოთ ჩავიხედოთ ყუთებში გავიგოთ კოდი გავხსნათ ყუთები მოვიპოვოთ ის ქვითრები და ასე შემდეგ ამის საშუალება არ გვაქვს ამის საშუალება ვინაიდან არ გვაქვს ეს ხვალ ზეგ 10 მერე თუ 20 წლის მერე როდის რომელ აუდიტს ჩამოვიყვანთ და შემოწმებინებთ ეს მე ვფიქრობ რომ ცოტა კი არა ძალიან გრძელი მომავლის საქმეა ეს ერთი მეორე არის ის რომ ყოველი შემოქმედების პერიოდში ბუნებრივია მოხდება გადაწერა და დაფორმატება ამ აპარატების მეხსიერების და ძალიან მარტივად შეიძლება რომ თუნდაც რამდენიმე დღეში წაიშალოს ყველანაირი ვალი აბსოლუტურად. ამიტომ რომ იმის გამო რომ შევინარჩუნოთ ელექტრონული არჩევნები, რომ ხვალდაზე გაუდით ჩავატარებ, მე ვფიქრობ რომ არ არის ელემენტურია უბრალოდ. ამიტომ ჩვენ ახლა ვჯელობთ და ვარკვევთ იმას, რომ მაგალითად თუ კი დოკუმენტური არჩევნების პერიოდში და დროს, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გაყალბებები, მაგრამ ეს სისტემური და ცენტრალურიდან კი არ იყო წამოსული, არამედ ვიღაცას ინდივიდუალურ ადგილობრივად რა თქმა უნდა იყო ხოლმე ხამას ვინ უარყოს რა სასულელია, რომ ვიღაც ამაზე ინდივიდუალურ რაღაც ინიციატივებს გამოხატავდა ხოლმე, ეს არის ერთი მომენტი. და მეორე მომენტი არის, როდესაც მაღალ ტექნოლოგიურად ლაივ რეჟიმში ყურებით და მათ შორის ელექტრონული საშუალებებით ისე აყალბებ, რომ რამდენსაც გინდა იმდენს დაიწერ, ანუ განუსაზღვრელი რაოდენობა გაქვს. განუსაზღვრელი რაოდენობა შეიძლება პლუს ამას კიდე ყოველ წუთიერ დაკონტროლებ. არა, იმედზევა რომ ქარვალის ჩარწერებს გადმოგზავნის მოცა. ხო, ბატონო? ოდიში 2020-ში არჩევნები გაყავდა? კი, რა თქმა უნდა. აბა რაზე საუბრობ? ანუ ამ ადმინისტრაციაში ამ მსგავსი პერსონალიებს 2020 წელს გიორგი ნახეთ პერსონალიებს არ მაქვს ან ასეთი ტიპის დაკომპლექტებული ადმინისტრაციის ხელში გინდა ქაღალდები დაუდოთ გინდა ყველაზე უფრო ხალბებენ 2000 არ არის მაგრამ ვერ გაყალბებენ იმდენს რამდენიც გაყალბეს 24-ში 2020-ში ვერ გაყალბეს 48% აიღეს და დღეს აიღეს უარეს მდგომარეობაში როდესაც მაჟორიტარების კი არ ყავდა და მთელი საერთაშორისო საზოგადოება იყო ოცნების წინააღმდეგ 90% აიღეს ან ესეც ადასტურებს იმას რომ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ბევრად მეტი გააყალბეს ბევრად უკეთესად ბევრად ხარისხიანად და ბევრად ხალის დაფარვა
ამის შეიძლება კითხვას დავსვავ, ბოდიში მოგიხდით ორივეს. ანუ პირველი პრობლემებიდან რომ ამოვიდეთ. პირველი პრობლემა არის ინფორმაციის წერილობა. პირველი საკითხი რაც დასვით არის ის რომ ონლაინ სწრაფი ინფორმაცია მისდის ერთ მხარეს ხელისუფლების. და მეორე საკითხი იყო ის რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვინ მოვიდა და ვინ არა. კითხვა მაქვს ეგეთი, თქვათ თუ ამოიბეჭდება ხოლმე ის აპარატი დარწმუნებული რომ საშუალებას იძლევა ამოიბეჭდოს მოსულების სია. უბანზე რაღაც 12 საათისთვის მოსულების სია, მე 14 საათზე მოსულების სია გამურად და ეს იქნება გამოკრული. ეს ხომ მოგცემს საშუალებას, რომ ინფორმაციის ასიმეტრიულობა, ანუ მონოპოლია ინფორმაციაზე, რომელიც ერთ მხარესაა და უპირატესობას აძლევს, ხომ? მოსული ამორჩევლების სიას იზბეჭდის კი არა, პირადობაში ჩახედვის საშუალებას არ მაძლევენ. ერთი წუთით. თორე კიდევ თუ ამ ელექტრონული მეთოდების და საშუალებების ერთი წუთი ამას გვარჩევთ. ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ ხო ვლაპარაკობთ ამ სულზე არა, იმიტომ რომ ეჭვი არავის არ ეპარება, მათ შორის არც საერთაშორისო, არც ადგილობრივ დამკვირვებლებს, რომ მოხდა გაყალბება. ჩვენ ამას ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ვნახოთ მოცემულ სიტუაციაში არა გრძელვადიანად, არამედ ძალიან კონკრეტულად შესაძლებელია თუ არა რაღაცა მცირე ჩარევებით, თუნდაც შეიძლება არ არის შესაძლებელი, მაგრამ ვნახოთ არის თუ არა ამ სისტემის გამოსწორების შანსი. რო თქვა მაქვს ასიმეტრიულობას და იმას ვინ მოვიდა და ვინ არა. ამას ხომ მოაგვარებს იმ შემთხვევაში თუ თქვა პირველად მინიმუმ 2 საათში ერთხელ მოხდება ამობეჭდა და გაკვრა. არა, ვერ მოგვარებს ბატონო დავით, იმიტომ რომ აქ ასიმეტრიულობა მეორე კითხვა მაქვს. ნახეთ, მეორე კითხვა არის მე ეს კოდექსი ამდაგობით გვარებს. ანუ მოაგვარებს, იმიტომ რომ ყველა დამკვირვებელს ექნება ეს ინფორმაცია, თქვენ ხო ამბობთ რომ ლაივ რეჟიმში აქვს და მე ესენი რეკავენ. ანუ იგივე ინფორმაცია მაქვს მეც, ხო, თქვა ყველას გვაქვს ეს ინფორმაცია, ანუ ვინმეს განსაკუთრებული ინფორმაცია არ ექნება. ამით თქვენ ვახდენთ ამ ინფორმაციაზე ცდომას ყველასთვის და შესაბამისად უპირატეს მდგომარეობაში არავინ შესაძლებელია ეს ამან მოაგვაროს, თუმცა აქ არის მეორე მომენტი რა. ეს არის ნება ამორჩევლის, მისი კონტროლის რაღაცა გარკვეული მექანიზმები და ასე შემდეგ. ამიტომ შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს მისთვის არის მიუღებელი და არასასიამოვნო, რომ ჩემი სიები იბეჭდებოდეს ყოველ 2 საათში ერთხელ. ამიტომ ეს საკმაოდ დაქიზი თემაა. სწორედ აქ გადის ზღვარი თუნდაც მაღალტექნოლოგიური, ასე ვთქვათ, არჩევნებსა და საარჩევნო პრინციპებში. ეს საკითხია და ეგ უფრო მნიშვნელოვანია. მეტად ამიტომ ეხლა ამას ვეპასუხებ. ერთი საკითხი ტექნიკურად შესაძლებელია მოაგვაროს და მაგაში კი ბატონო, ანუ ტექნიკურად ამ შემთხვევაში ყველა სუბიექტს და ყველა დამკვირვებელს ექნება თანაბარი ინფორმაცია. ეხლა მეორე კითხვა. კი ბატონო, ტექნიკურად შეიძლება ვიმსჯელოთ უამრავი ვერსია. არა, ეს არ არის გრძელვადიანი, ეს არის ძალიან მარტივად. ეს შემოგვიწყოს კონტე გამოვლინდეს, მაგრამ ჩვენ რო ეხლა ამას გავხსნით ძალიან შორს წავალ და ამისათვის არ ვეყოფა. ძალიან მოკლე რაღაცას ვამბობ. თუ ამოიბეჭდა ყველას თანაბარი ინფორმაცია, ყველა თანაბარ მდგომარეობაში. ეხლა მეორე, არის თუ არა ეს ხომ არ ეწინა? მეორე კითხვა მაქვს. ეს ეწინააღმდეგება მოქმედ კოდექსს ან სხვა საკანონმდებლობებს, რომ ესენი ამოიბეჭდოს და ღია გახდეს, იმიტომ რომ სასახად ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ მოსულ ამორჩევლთა შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური. რატო არის პერსონალური? აი, მითხრა, რომელ მუხტში არის? ბოდიში, გაბტონლილი, რატო იცით, რომ მთელი ინფორმაცია, მთელი სია კარებში სანამ უბანზე შევალ, მაინც ღია, ანუ ყველა ეს თუ მეკითხებით ეწინააღმდეგება თუ არა, გეუბნებით რომ ეწინააღმდეგება. მე ეს მიმაჩნია თუ არა, სწორედ ეს სხვა მომენტია, მაგრამ დღეს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. მე შეგაწუხებთ რომ ეს მუხლი მითხრათ, იმიტომ რომ ეს მუხლი გავიაროთ, იმიტომ რომ პერსონალური მონაცემები მთელი სიის, მათ შორის მოსულების და რომც არ მოვლენ, ისინი დილას უკვე გამოკრულია. ზუსტად იგივე ინფორმაციაზე ახლა ლაპარაკი. არა, ნახეთ, მოსული ამორჩევლების ეწინააღმდეგება, გაწიგებია. არ არის გამოკრული, როგორ არის გამოკრული. სამაგიდო სია კონფიდენციალური. თუ შეიძლება დავამატო ამ შეკითხვას, ვანო, ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ კოორდინატორებს, აი ქართული ოცნების კოორდინატორები რო არიან სიებით და აღრიცხავენ ამ მოსულ ამორჩეველს, ამ სიების დაცვა მიმდინარეობს ძალიან დამაჯერებლად. ანუ ისინი ყოველთვის აცხადებენ ღიად, რომ
ჩვენ გვაქვს უფლება რომ ეს სურათიანი სიები გადავცეთ და გვაქვს უფლება რომ ვაკონტროლოთ და დავპატიჟოთ და მოვიყვანოთ ეს ხალხი და მათი ტრანსპორტირებაც კი უზრუნველყოთ, ხო? ამიტომ ამ მომრჩევლის მოსული, ამ მომრჩევლის მონაცემი ეგ რატო არის კონფიდენციალური? ანუ ეგ არის ფაქტი, მოვიდა თუ არ მოვიდა და მოვიდა თუ არ მოვიდა არჩევნებზე, ეს რა დაცული და კონფიდენციალური ინფორმაცია. არჩევნები საჯარო პროცესია. ანუ აბსოლუტურად მეც არ წონს, მეც მიმაჩნია რომ ეს მაიკუსა. ისა ზედდება წავა ხმის ბოდიში. ანუ საჯარო პროცესია, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. და თუ კი ერთ პარტიას უფლება აქვს, რომ სურათებიანი და ალბათ პირადი ნომრიანი სიებიც წინ ეწყოთ კოორდინატორებს და აღრიცხავდნენ, რომელი ამომრჩეველი იყო არჩევნებზე, რომელიც საჯაროდ ხდება. ამ სიის ამობეჭდვა რატო უნდა იყოს რაღაცა დაცული კონფიდენციალური ინფორმაცია? და თანაც საჭიროა, რომ ეხლა დავფიქრდეთ, რო კოდექსის რომელი მუხლით არის ეს აკრძალული. ან სხვა რაიმე საკანონმდებლო აქტით ხო არ არის აკრძალული, იმიტომ რომ მე რა ინფორმაციაც მაქვს, ასეთი ტიპის აკრძალვას საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცავს. ხო, ო მისული არჩევნებზე, ვის მისცა? აგერთებით აკას თუ შეიძლება ორი წამი. არ არის აუცილებელი ეს საჯარო იყოს ყოველთვის. მხოლოდ იმ ამორჩევლისთვის იყოს თავის ინფორმაცია. როგორც შევდივართ ჩვენ სოციალიზმზე და ვამოწმებთ, რომელ სიაში ვართ რეგისტრირებული, რამის სამართლე უნდა მიცეთ, რომელ უბანზე და ასე შემდეგ. შეიძლება ესევე ყველა ამორჩევლს კონდეს უფლება, შევიდეს და თავის გადაამოწმოს მისცა თუ არა ხმა და რომელ უბანზე მისცა ხმა. ესეც დაფარავს იმ გამოწვევას, რომ სისტემატურად მისცემენ ეს ადვილად ვეღარ გააკეთებინებო, ხო? თუ მე არ მივდივარ არჩევნებზე და შემიძლია გადავამოწმო, რომ შესაძლებლად ნამდვილად არავინ არ იყო არჩევნებზე, ესეც ძალიან დიდი პლუსია ამ შემთხვევაში. პერსონალური ინფორმაციით არ იქნება გამჟღავნებული და ის გამოწვევაზეც იქნება პასუხი, რა გამოწვევა გვაქვს, ხო, რომ შესაძლებლად ადვილად ხმას და ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებულები ვართ იმ ამომრჩევლის კეთილსინდისიერებაზე, რომელიც არ მივიდა არჩევნებზე და ამის შეგნება არ ეყო და ის რომ გადაამოწმოს, რომ ის მაგალითად ვიღაცამ ხმა არ მიცეს, ეს ძალიან არ არის. ძირითადად ამ პროცესში შეგნებოდეს საზღვარგარეთ ცხოვრები ამორჩევლების მონაცემებს, რომელიც ვერ მიდიან ფიზიკურად არჩევნებზე. შესაბამისად და არ არის ის დაახლოებით 800,000 ამორჩეველი არის, 800,000-დან თავის რამდენი იყო ბოლო არჩევნებზე მოსული. 50,000-მდე არის რეგისტრირების არიცხვიც კი არ არის 50,000-მდე არის ეს ამორჩეველთა რაოდენობა. შესაბამისად ყველაზე უფრო მეტად გამოყენებულა ხომ მათი მონაცემები. თუ ადამიანებს იცოდნენ საშუალებას თავის გადაამოწმოს სიაში, ესეც ძალიან კარგი. არ არის აუცილებელი რომ თქვა ამობეჭდო და გავამგზავრდეთ ეს ინფორმაცია ამ შემთხვევაში მე ვეთახები ვანოს ეს ამის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან აქ არა მარტო ის ინფორმაცია ვინმე არჩევნებზე, რომელიც შეიძლება რომ ღია იყოს და არ ეწინააღმდეგება არსებულ კოდექსს და არ სხვა ნორმატიულ აქტებს, თუმცა იმ პერსონალური ინფორმაციის იდენტიფიცირება ამორჩევლებს, როგორც არის თქვა სურათი, დაგინომები და შემდეგ ამას ესე საჯაროდ ვერ გამოდის. გიორგი ლაპარაკია იმ მონაცემებზე, რომელიც დილას ამოიპრინტება და გაკრულია. მხოლოდ ამ ლიმიტირებულ მონაცემებზეა ლაპარაკი. მხოლოდ ამ მონაცემებზე. არ არის ლიმიტირებული ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არ მოვიდა არჩევნებზე. კითხვა მაქვს, ძალიან მარტივი იურიდიული კითხვა არის. დამატებით ინფორმაცია არა, მხოლოდ ის ჩანაწერები, ზუსტად ის ჩანაწერები, რომლებიც მაინც დილას არის გამოკრული. უბრალოდ საათში ერთხელ, მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ ამოიპრინტოს არ ვინა პირადი ნომერი, იყოს მხოლოდ ის, რომელიც არის მხოლოდ ის მონაცემებიდან 2 საათში ერთხელ და გაეკრას კედელზე. კი, ეს იურიდიულად რაიმე ეს გვაძლევს იმის ინფორმაცია, ვინ არის მოსული, ვინ არ არის მოსული და არ არის ერთი მხარე. არ იმ სიაში როგორ ნახეთ, დილას არის ყველა 2500 ამომრჩეველი, ამობნის ამომრჩევლის მონაცემებია, ხო? ლიმიტირებული მონაცემები, მაგრამ არის
ამ კოდექსი ამბობს, რომ ეს ყველას გარკვეული საჯარო ვერსიაც რომ მოვიდეს, უბრალოდ მინიშნებები იყო ყოველ საათში ვინ მოვიდა უბანზე და ვინ არ მოვიდა. ამაზეა საუბარი. მარტო ის ვინც მოვიდა. თუ ამ სიას არ იქნება დართული პირადი ნომერი და სურათი, საჯარო გამოყენებისთვის ვერსია იქნება უბრალოდ მონიშნული ვინ მოვიდა და ვინ არა. ეს არსებულ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. კი ბატონო, ეხლა უნდა დაჩეს კოდექსში ჩანაწერი, რაიმე ნორმატიულ აქტში ჩანაწერი, რომ ესეთი რაღაცა გააკეთოს უბანმა, ხო? ეს ამ შემთხვევაში ჩვენ ეს შეიძლება კომისიის დონეზე იყოს გადაწყვეტილი კოდექსი, რადგან არ ეწინააღმდეგება კოდექსს. ხო, CESCOM-ს შეუძლია რომ თავისი აქტით გააკეთოს ესეთი რამე, იდეაში შესაძლებელია ესეთი რამის გაკეთება. ანუ საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ თუ ნახეთ როგორი რაღაცა ჩვენ ხო დაშვება აქვს ეგეთი. ჩვენ ახლა ამას ყველაფერს ვჯელობთ იმისთვის, რომ შევიმუშაოთ რამდენიმე ვერსია, რომლის ქვეშ არსებობს რაღაც მინიმალური ვერსია, რომლის იქითაც აზრს კარგავს არჩევნები აღარ არის. ეხლა მინიმალურიდან ალბათ რა შეუძლია მაგალითად CESCOM კანონმდებლობის შეცვლის პარლამენტის რაც ამას მისი ჩარევის გარეშე. ეს ნამდვილად შეუძლია თუ პირდაპირ კოდექსი ან რაიმე სხვა საკანონმდებლო ნორმა არ გძალავს ამ იმპერატიულად პირდაპირ ამ რაღაცას. იქიდან გამომდინარე და ესეთი რამე პირდაპირ აკრძალული არ არის. ერთადერთი აკრძალული არის პერსონალური ინფორმაცია. თუმცა ამ შემთხვევაში ესეც გათვალისწინებელი იქნება აუცილებლად, რომ ეს ხომ არ გააჩენს კიდევ ერთ ზეწოლის მექანიზმს ხელისუფლების ხელში. ნახეთ, ჩემი შემოთავაზება ესე, უბრალოდ პრობლემებს გავყვეთ და მე კიდევ დაუბრუნდეთ. ანუ ამ პრობლემას შეიძლება ეს პრობლემა ესე მოგვარდეს და სხვა პრობლემა წამოჭრას, მაგრამ მე ის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია და რეალისტური თუ ეს, მე კიდე შესაძლებელი უბრალოდ პრობლემა რომელიც დაისვა ინფორმაციის ასიმეტრიულობა გვარდება ესე და ეს არ ითხოვს ტექნოლოგიურ რაიმე სიახლეს მაგალითად იგივე ეს ვებ გვერდზე მიებას ან რაღაც იქაც ცენტრალიზებული სერვერი თუ არა რატო უნდა ვენდო იმიტომ რომ შეიძლება ცენტრალურმა სერვერმა ცენტრალიზებულმა რომელსაც CESCO აკონტროლებს არასწორი ინფორმაცია აჩვენოს მე მითხრას რომ არ მივსულა და რეალურად იქ ვიღაცა მოვაწერა ამიტომ კიდე სხვა ის ახლა ამაზე შორს ვარწევთ აქ მე ვლაპარაკობ იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს რომ ადამიანებმა ნახონ რეალურად მისცა თუ არა ეს ყველაზე მარტო ეს ასიმეტრია ინფორმაციის ასიმეტრია შესაძლებელია მოგვარდეს იმგვარად რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება ინფორმაცია რომელიც არ ცდება არ გადადის პერსონალურში და არ ცდება იმ დეითებს იმ მონაცემებს რომელიც არის საჯაროდ ამობდილას ამობეჭდილი სის მონაცემებს ემთხვევა რა ეს მოგცემს ამის საშუალება ამას არ უნდა არც ტექნოლოგიურის უნდა ამოპრინტვა ეხა კიდე ეს ერთი რომ გადამოწმება მეორე პლუსი ამის არის თუ ყოველ საათში ანუ მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ ეს იპრინტება ჩვენ ვიცით უკვე დაბლ ჩეკის პროჩეკინგის საშუალებას გვაძლევს იმის რომ ვიცით ეს კი ხელმოწერია თავმჯდომარის ხელმოწერით არის ან დოკუმენტი გვაქვს რომელიც ესე იტვირთება ამოიპრინტება ხელი ეწერება გვაქვს ეს დოკუმენტი ეს მოგცემს მე ამათი დაჯამება შეგვიძლია ცალკე აი ამ CEB-ს და როდესაც ბოლო ანუ ეს კი რამდენი ბალანსებისთვის არის მნიშვნელოვანი მან ხო სწორედ ეგ არის ერთ-ერთი კროს-ჩეკინგის საშუალება მე წინასწარ ვიცი ყოველი საათის შემდეგ რამდენი მოვიდა და შესაბამისად რამდენი საათის გზა ამას მე ვაჯამებ და წინასწარ ვიცი რამდენი უნდა იყოს მოსული ანუ ამ აპარატებმა რამდენი ადამიანის იდენტიფიცირება გააკეთეს ის ვალიდაცია არ არის იდენტიფიცირება ხო რამდენი ადამიანის იდენტიფიცირება გააკეთეს შესაბამისად როდესაც იხურება მე უკვე წინასწარ ვიცი რამდენი ბიულეტინი უნდა რამდენი ბიულეტინი უნდა გაცემულიყო და რამდენი მე როცა ყუთი გაიხსნება ვიცი რამდენი აღმოჩნდა იქ იმაში რა ქვია ყუთში ხო ეს ურთულებს გაყალბების საშუალებას ართულებს იმიტომ რომ ყოველ საათში ერთხელ ერთი მონაცემი უკვე მაგდა წინააღმდეგობაში თუ მოდის უკვე გამოიკვეთება რომ იქ რაღაცა მოხდა ანუ ერთის მხრივ ესე იგი რომ დავასრულო ჩემი ის როგორც მივხვდი კანონმდებლობას ეს არის წინააღმდეგება მეორეს მხრივ ეს გვაძლევს საშუალებას რომ თუ ვიღაცამ უნდა თავისი
მეზობელი ან თავისი ოჯახის წევრი გადაამოწოს, მე ბატონო ივანოვს ვეთანხმები, ესე ვამოწმებდი ხოლმე რა. ჩემების მაგივრად ვიმეს ხო არ ქონდა ხელი მოწედი. ამის საშუალებაც გვაქვს, ისე როგორც აქვს დამკვირვებლობის და პლუს არის აი cross-checking-ის საშუალება საომალოდ, რომ ბალანსი გადავამოწმოთ და გაურთულოთ манипуляციები, ანუ ბევრ განო მოახდინოს манипуляცია, რაც უკვე ძალიან გართულდება. ამიტომ ეს გამოსავალი ამ ტექნოლოგიებში მგონია არის და თან რაც მნიშვნელოვანი არის თქოს ტექნოლოგიურ ახალი ტექნოლოგიების ან ახალი რაღაც სერვისების, ვებ სერვისების თუ რაღაც სერვისების განვითარებას. თქვენ რაც თქვით, ეგ საერთოდ იდეალურია, მან უბრალოდ პრობლემაა ცენტრალურ სერვისს მიმართობა და ცენტრალიზებული რაღაცა ბლოკჩეინი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უკვე გართულებულია, ვეთანხმები ამას ბატონ ვანოს, მაგრამ ეს მე მგონი ამ პირველ მეორე და მესამე პირველ და მეორეს მე მგონი აგვარებს. რაც შეეხება ხმის სხვის მაგივრად რომ მოდის, მოგეუბნებით, ეკრანზე ჩახედვა უფრო მირჩევნია, იმიტომ რომ უფრო დიდია, ვიდრე იმ პატარა სურათების კონტროლი. ვერ, სათვალით ვარ და ვედექი, მაგრამ უბრალოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვახდენდი იმაზე, რა ქვია. ამას მე დაგეთანხმებით, დაკვირვებით. ხო, რა ვიცი, უფრო დიდია რა. ჩანდეს ეკრანზე ვიდრე თქვა ქაღალდზე ისე. ვერ ხედავდი, მართლა ვერ ხედავდი. მაგალითად ჩვენ გქონდა ახლა შემთხვევა ხა მოვხევი ხო როცა ამბობდნენ რომ ვიცი რა შეშლია რეგისტრატორს და სხვის მაგალითად სხვაგან მოუწერია ხელი და ამით ასე ვთქვათ ბოდიში გვიპრავებდნენ ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში როდესაც ამ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელიც ჩამოვიდა, მივიდა უბანზე და მის მაგივრად ხმა მიცემული დახვდა, აქ უკვე შეცდომა გამოირიცხა. ანუ ვერან ვერ იტყვის რომ ეს რეგისტრატორის შეცდომაა. ანუ ეს არის ის რომ სისტემა ამას უშვებს და ესე იგი სისტემაში ეს ხვრელი არსებობს, რაც გამოყენებული დახვდა. ანუ ფაქტი დავიჭირეთ და დავასაბუთეთ. ანუ ამას ვეღარ იტყვიან რომ რაღაც შეცდომა მოხდა. აი ესეთი მიმართულებით ელექტრონულ ტექნოლოგიებს აქვს თავისი პლუსები, ამას ვამბობდი ზუსტად, ხო? ანუ წინსებულებების მოპოვებას და ადამიანური შეცდომებს გამორიცხავს და შესაბამისად წინსებულებების მოპოვებას აადვილებს. ამ შემთხვევაში, თუმცა ხო, აქვს რა თქმა უნდა თავისი გამოწვევებიც. ამიტომ ამ გამოწვევებზე საუბარი ხო არ ჯობია, რომ ამ ტექნოლოგიებს როგორ აღმოხვრათ ეს გამოწვევები, ან როგორ დავუმატოთ მას რაღაც ახალი ფუნქციები, მაგალითისთვის ვამბობ აქაც, ვერიფიკაციის არსებულ აპარატებს. ეგრეთ წოდებულ ვერიფიკაციის არსებულ აპარატებს, რომელიც CESCOM-ს უკვე შესყიდული აქვს და ამაზე უკვე ხარჯი დაიწია, შეიძლება დამატებული იქნას ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის აპარატებიც, ხო, რომელიც მიუერთდება მას და თითის ანაბეჭდით მოახდენს უკვე იდენტიფიცირებას ნამდვილად ამორჩევლის და ვერიფიკაციას. თითის ანაბეჭდების საგამბავო შესწავლილი გვაქვს და ფიზიკურად არ არსებობს, რაც იუსტიციაშია, ის არის გამოუყენებელი ამიტომაც. გასაგებია, რომ არ არსებობს ვანო, თუმცა არსებობს გარკვეული წილი, რომელსაც ბიომეტრიული პასპორტია ყველასთვის ანაბეჭდი არსებობს და მეორეც როგორც სომხეთის მაგალითია საუბარი, მაგანებეჭდებზეა საუბარი. იქაზე ჩატვირთული ისინიც არ არის ვალიდური. სომხეთის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, რომელსაც ეუთოდი ძალიან კარგი დახმნა მიღებული და შეფასებულია დადებით და სომხეთმა პირველი არჩევნები გამოიყენა სწორედ ამ ბიომეტრიული მასალის მოსაპოვებლად და მეორე არჩევნებზე უკვე ჩაუშვა ეს პროგრამა. ხო, ანუ ჩვენ შეგვიძლია ერთი არჩევნები გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ავკრიფოთ ეს ბიომეტრიული მასალა, შემდეგ გავხსნათ დამატებით პუნქტები და იქაც ჩავაბარებინოთ, ასე ვთქვათ, თითის ანაბეჭდები მოქალაქეებს და შემდეგ არჩევნებზე უკვე იმას ვთქვათ. ანუ ესე უცებ არ ხდება, რა თქმა უნდა, გარკვეული სამუშაოები ჩვენ რასაც ვაუბრობთ ახლა, გარკვეული სამუშაოები. მეც მასე მოვიქცეოდი, თუ იქნებოდა მაგალითად დემოკრატიული ხელისუფლება, კი ბატონო, განსაკუთრებულად ბევრი რამე შეგვიძლია გავუკეთოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ის ვარიანტი, ამ ეტაპზე ამ რაღაც მატერიალებზე გავაკეთოთ აქცენტი და მოლოდინი კონდეს ცოტა არა რელევანტური იქნება ჩემი აზრით. კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ არ იქნება პატიოსანი ადმინისტრაცია, ზედმეტია საუბარი რომელიმე სისტემაზე არ აქვს მნიშვნელობა. სისტემას ნებისმიერ სისტემაში ზუსტად იმდეს დაიწერენ, რამდენი სჭირდება. სჭირდებოდა არაპატიოსანი ადმინისტრაციაზე ზუსტად საუბარი და მაგითო ვიზახით, რომ ბევრად მეტის დაწერა შეუძლიათ ელექტრონულად ვიდრე დოკუმენტურით, რომელსაც თორე გამოსწორების მეთოდები დაშენ გავიგეთ, ბევრია, უამრავია. ერთი კითხვა მაქვს, მე რა თქვი? ვერ გავშემოგვით ალბათ თუ იმაზე მუშაობთ, რომ იმაზე მუშაობთ და ვწელობთ ჩვენ, რომ 54-ის მაგივრად გურჩევნია 48 დაიწეროს, მაშინ გასაგებია ესენი არგუმენტები. თუმცა თუ საუბრობთ რა იქნება კარგი სისტემა, მაშინ სხვა ჩემი აზრით სხვაგან დავისაუბროთ. მოგეთ ერთი კითხვა, ანუ ჩვენ გვაქვს მოკლედ ასამბლეის ფარგლებში გვაქვს სამ მოდელზე ვმუშაობთ.
ერთი არის მინიმალური ჩარევით, რომელიც კომისიას შეუძლია და დღევანდელი ტექნოლოგიებით შესაძლებელია. მეორეა რაც ითხოვს უკვე საკანონმდებლო ჩარევას და მესამეა სასურველი. ეხლა ამ წუთში მოდით ვთქვათ, რადგან ეხლა კარზეა მომდგარი, რა შეგვიძლია თუ არა საერთოდ მინიმალური ჩარევით რაიმის გაკეთება, ისე რომ არ ითხოვდეს კოდექსის შეცვლას, კანონმდებლობის შეცვლას და საკმარისი იყოს CSKO-ს ინტერვენცია. ანუ შეგვიძლია დავუბრუნოთ ძველი არჩევნები და იქნება ძალიან მარტივი. ხო და ნახეთ ამ ახალ არჩევნ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ის რაც თქვით, აღმოჩნდა რომ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურ ინოვაციას დამატებას და ხარჯებს არ ითვალისწინებს. ხაღალდის ხარჯებზეა მარტო ლაპარაკი. იმ აპარატიდან პატარა მიმართულება უამრავია მსგავსი ხო? ხო, საერთოდ უნდა გაუყვე. და ძალიან დიდ ხანს ვჩერდებით ამ ერთად. მაგრამ CSKO-ზე უამრავია მსგავსები და მაგიტომ გამოსწორების გზებზე დღეს საუბარი მე მგონი არასწორია. მე მესმის რომ ბევრ შემოგთავაზებ და მეც შემოგთავაზებ, მეც მაქვს ჩემი გამოსწორების გზები. მე შეგვიძლია ტექნიკურად დაგესაბუთოთ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, როდესაც ორი თანაპრობლემიანი მხარეს მაგიდასთან და ორივეს უნდა ამ პრობლემის მოგვარება. როდესაც ერთ მხარეს, რომელიც ამ ყველაფერს მართავს, ამ პრობლემის მოგვარება არ უნდა, ჩვენ რაც არ უნდა ვიმსჯელოთ ამ მოგვარების იდეალურ ტექნოლოგიურ რაღაცა მაღალ განვითარებულ გზებზე. იდეალურზე არ ლაპარაკობ. უნდა თქვა დროს ამის თქმა მინდა. ანუ მოკლედ თუ ჩვენი პოზიცია ესეთია, რომ საზოგადოება, ანუ თუ დაშვება გვაქვს, მოკლედ ჩემი დაშვება არის იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების და საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ ხელისუფლება მოუწია, შებოჭილია და მოუწია შეცვალოს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს. და ვთქვა და ამისთვის არ გვინდა პირველი ვარიანტია, როგორც თქვი, როდესაც CSKO-ს დონეზე ხდება ეს, მეორე არის, როდესაც ეს ხდება პარლამენტის დონეზე, კანონმდებლობის დონეზე. მოდით, ეხლა მე რაც ძალიან კონკრეტულ პრობლემებს გავყვეთ, ანუ თქვენ დასვით პრობლემა, რომელიც არისო ამ ტექნოლოგიების შედეგად. ამ ტექნოლოგიების უბრალოდ ის რასაც ამ ტექნოლოგიები ბიომეტრიული ვერიფიკაციის გარეშე უბრალოდ აი ამ იდენტიფიკატორის გამოყენებით, რაც უკვე შესყიდულია, მინიმალური ჩარევით, რაც კანონმდებლობით არ არის, ასე ვთქვათ, აკრძალული, ის რომ გავაკეთოთ. ანუ როგორც ნახეთ, ამოპრინტვის შემთხვევაში, რასაც ეს აპარატი ისედაც აკეთებს, და რასაც კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, გვიგوارებს ასიმეტრიულობას ერთის მხრივ. მეორე, რაც შეეხება ამ გადამოწმებას, მესამე რაც თქვენ გქონდათ, არის შესაძლებელი სხვისი პირადობით ხმის მიცემა. ამაზე მე როგორც დამკვირვებელი გეუბნებით, რომ ჩემთვის ის გაცილებით მარტივია ეკრანზე დავინახო და იქიდან შევადარო, ვიდრე იმ პატარა იმაში ვიყურო და ხო, ანუ მე მგონი ეს არის ყველა ნებისმიერ პატარა ტესტი შეგვიძლია ჩავატაროთ. უბრალოდ ესეთი აქვს რა ექსპერიმენტი. აპარატს არავინ არ გაძლევთ. ამჯერად ჩვენ მოვითხოვოთ რომ არ მინდა აპარატი იმ ზომას ავიღებ, არ მინდა. არათუ შევიცავოთ. არ მინდა აპარატის. ბატონო, ანუ აპარატი არ მინდა, უბრალოდ ეკრანზე დავხატავ იგივე იმას, იგივე ზომისას და აი ეს რა ქვია, არ ჭირდება იმათი აპარატი. ჩემ მასე გავაკეთებ იგივე ზომას, არ არის პრობლემა. ერთსა ჩვენ თვითონ ვიყიდით, ხო? ანუ საზოგადოებას რამდენი მედავდებ ვიდან ფულს ვიყიდი ერთ აპარატს გამოვიწერებ და გავაკეთოთ ეგეთი ექსპერიმენტი. მოვიყვანოთ ადამიანები, საშუალო სტატისტიკური დამკვირვებლები, ვინც ყავდა და ერთის მხრივ უყუროს ამ ეკრანს და მეორეს მხრივ იმ პატარა სურათს. და ნახოთ აბა რომელი უფრო ის არის. მე თუ ვიყიდე ფოტო არ არის აქ არსებითი. აქ ფოტო არსებითია ვერიფიკაციისთვის. არის პირადი ნომერი. ნახეთ, ხო და აი მაგაში არ გეთახმებით, ეხლა ავხსნი რატომ? იმიტომ რომ მე იმის სახელი და გვარი არ ვიცი. ანუ ფოტო რო ამოდის, მე ფოტოს და ფიზიკური ადამიანის სახეს ვადარებ ერთმანეთს. თუ ესენი არ ემთხვევა, ჩდება კითხვა. რატო არ ემთხვევა? ანუ იქაც ყომე პასპორტი ტრავის სამში ადარებთ ფოტოსაც, სახელს გვარსაც, დაბადების თარიღსაც, მისამართსაც ეს ხო ეკრანზეც არის. არ არის. პირადობას არავინ არ გაძლევდა, ბატონო დავით, არ გახედებთ პირადობას ხო არ გასწავდა. პირადობას ხო არ ეკრანზე და ეგ არის პრობლემა. ბატონო ვანო, პირადობას თუ არ მაძლევენ, არც ხაღალდის შემთხვევაში არ მაძლევენ. ხაღალდის შემთხვევაში რეგისტრატორი იძულებულია რომ გამოართვას, დახედოს მერე მოძებნოს სიაში და ავტომატურ რეჟიმში თქვენ გაქვთ ამ პირადობაში ჩახეთვის საშუალება.
ანუ ბოდიში დღევანდელი აქტებით უკვე არ აქვს მნიშვნელობა ტექნოლოგიები თუ არა ტექნოლოგიები პირდაპირ აკრძალულია რომ მოითხოვო პირადობის მოწმობაზე დახედვაც კი გიორგი არ მოხდა მაგრამ ხოლმე ტექნოლოგიების თუ არა ტექნოლოგიების პირადობის მოწმობას არავინ არ გვაჩვენებს დამკვირვებლებს მოთხოვნას არ გულისხმობ მე გულისხმობ პროტესტს მოთხოვნა რომ შეხედო ანუ მოთხოვნა რომ შეხედო ხო და მაგას არ გულისხმობთ ხო ნახე რეგისტრატორი როდესაც კანონიაში ამოწმებს ამორჩევებს ის ხო ეძებს ამ ფურცლებში ამ სიებში რომელია გვარის მიხედვით ხო ეძებს ამ შემოწმების საშუალება თქო ამის თქმა მინდა მე ერთი კითხვა მაქვს თუ შეიძლება ერთი წუთი თუ შეიძლება ერთი კითხვას დავსვა ფოსტორებს გავიგე ანუ ვერ გავიგე რა მეთქვა ნაკლებად გვაქვს ამის ეხა ნახეთ ერთი კითხვას დავსვა ხო პროცედურა ეგეთია მოვიდა მე ვდგევარ უკან ჩემ წინ რეგისტრატორი ზის მოვიდა ამომრჩეველი რეგისტრატორს გადასცა პირადობაში ეს რეგისტრატორი იყურება ეძებს იმას და თქვენ ამბობთ რომ ამ დროს სანამ ის იყურება და ეძებს მე მაქვს საშუალება რომ ამ პირადობას ჩავხედო ხო ეს არის მათ შორის მე რეგისტრატორის ვიყავი ხოლმე რა ვიცი ბევრის მოს გამოვლენა მათ შორის კი არა დამკვირვებელს ვამბობ სახაზავს ადებ რომ ხელი უნდა მოაწერინო ის პირადობა ამ დროს მაინც ხელში უჭირავს რეგისტრატორს მიხვდით რას გეუბნები ანუ მაგიდაზე უდევს ის უბეში ვერ ჩაიდებს და უკან ვერ მიატყვის იმიტომ რომ პირადი ნომერი უნდა შეადაროს ანუ ამას შეიძლება რაღაცა გარკვეული დრო და ამ დროის მანძილზე უკან მდგომი ან გვერდით მდგომი დამკვირვებლის მიერ შესაძლებელია რომ სახელის გვარის დაიდენტიფიცირება მოხდეს ანუ ვანობურტული რომ დატოფირიას ნაცვლად არ იყოს ამას გულისხმობ თორე ბატონო ერთი ანუ დამკვირვებლის სიყოჩაღეზია დამოკიდებული რომ იმ დაინახა პირადობის მოწმობაში სახელი გვარი ID-ის 11 ციფრი ამოიკითხა მისამართი თან პარალელურად შეადარა ამ ფიზიკურ პირის ფიზიკურ სახელს და ფოტო საკმარისია ამ შემთხვევაში თუნდაც დაბადების წელი სახელი გვარი აგერ შეუძმერდა ანუ ეხლა მაქვს უფრო დიდია პირადობა რომელიც ამას ხელში აქვს ჩაბუჭებული ამ იმას რა ქვია რეგისტრატორს ეს პირადობის მოწმობა უფრო დიდია თუ ეკრანი ხო ანუ მე რომელიც უკან მდგევარ ამ პატარა რომელიც უფრო მეტი შანსი მაქვს ამ ეკრანზე უფრო გარჩევა დავინახო არა ბატონო ეკრანზე რო ამოვიდა მაგალითად დათო კიზირიას სახელი და გვარი და დგას ვანო ბურდული რა ვშვები და რა ტიპირადობაში ვშვები მე ხო ყველას მისამართი არ ვიცი მე ერთ-ერთი რაც შემილია დამკვირვებლობა პირადობას ვერაფერს ვერ უშვრებით პირადობას ჩამოატარებს რეგისტრატორი და უბრუნებს უკან თქვენ ჩახედვის საშუალება არ გაქვთ მიხვდით რას გეუბნებით პირადობას ვერ უყურებს ბატონო პირადობას რატო უნდა უყურო ანუ თუ ამან ჩამოატარო არ მისცეს დათოს მაგივრად ვანო ნახეთ რაზე ვაპარაკო პირადობა გაატარა ეკრანზე ხო აისახა ეს მონაცემები კი მაგრამ მიხება სხვა წარმოადგენს ეს პირადობა ამაზეა საუბარი ხო და რითი ვხვდები მაგის მე ვხვდები მისამართი იმ კაცის სუპორტაცია საკით ვხვდები ან თუნდაც სის მანიპულაციის შედეგად არის ყველაფერი სიტყვაზე ვიძახი წინასწარ ყველაფერი მიცემული და ის საერთოდ სხვა რაღაც ამოაგდო ანუ ან ნებისმიერ შემთხვევაში ამოაგდო ან რაღაც მე თუ ბატონო რეგისტრატორის მაქინაციის შედეგად ვხვდები ანუ შედარების საშუალება არ მაქვს რამდენად სწორად მომცა აპარატმა ინფორმაცია ამ თქმა მინდა კარგი იმ შემთხვევაში ხაღალდის ვერსიაში ხაღალდის ვერსიაში აი რა მაინტერესებს ხაღალდის ვერსიაში მე რო უკან მდგევარ დამკვირვებელი ამას რო უჭირავს ეს პირადობა კი ბატონო რაღაც სასწაული მხედველობა მაქვს სურათიც დავინახე სახელი გვარიც წავიკითხე ID-ც ამოვიკითხე და რეგისტრაციის მისამართიც დავინახე მე რეგისტრაციის მისამართი ამ ტიპს ფიზიკურად გვარი მოსული ხო არ ვიცი სად არის არც მისი სახელი და გვარი მაინც არ ვიცი ერთადერთი რითი ვამოწმებ სურათი შეესაბამება თუ არა ამ კაცის სახეს ხო ესია პლუს სახელი და გვარი საიდან ვიცი მე ბაკურიანში რო ვაკურდებოდი არა სახელი და გვარი მე ადამიანის სახელსა და გვარს არ გულისხმობ პირადობის მოწმობასა და აპარატს შორის არსებული მონაცემის იდენტიფიკაციაზე მაქვს საუბარი პირადობასა და აპარატს შორის არ აცდება არასდროს რასაც ჩამოატარებენ ისიც
ხო და მე ჩვენ ხო არ ვით ეს ამბავი, ანუ მე ჩვენ ხო გვაქვს იმისი ეჭვი რომ ეს ყველაფერი კარგად გამოიყენეს თქო და ამაზეა საუბარი რომ ამის საშუალებას ყველაფერი იძლევა. ჩვენ შეიძლება სიტყვაზე ვენდოთ მას და ვთქვათ რომ კი ბატონო რა ხარ გითხრას რომ ასეა, მაგრამ ჩვენ ხო ეჭვებს გამოვთქვათ. ჩვენ ხო თქვენ გაქვთ ეჭვი შეიძლება რომ გამოიყენოს ეს აპარატები ერთ-ერთი მადლიანი გამოყენების ასე ვთქვათ ჩვენ თუ გვაქვს ეჭვი ნახეთ ოკეი ანუ შეიძლება ანუ ერთადერთი თუ გვაქვს დაშვება ისეთი რომ გაატარა ის რა ქვია ჩემი პირადობა და იქ თქვენი პირადობა ამოვიდა და თქვენ ხართ მისული და ჩემი პირადობა როცა გაატარა თქვენი სურათი ამოვაგდა ხო მაშინ კი მაგრამ ამ შემთხვევაში მაშინ არანაირი საჭიროება იმის რომ უცლებით მისულიყვნენ არ არის ჩვენ ხო ინფორმაცია შავი ყუთია თქვენ გვაქვს იქიდან გამომდინარე რომ მამ როგორც თქვენ ამბობთ სვისი ნომრები მიქონდათო და ვითომ თავის პირადობას აწვდნენ მე არ გაატარაო და შეყავდათ ეს ხელით პირადობის სვისი პირადობის ნომერი ხო რადგან ამას აკეთებდა ასე პატარა წარწერა პირადობის და მაგალითად ეს ნიშნავს პასპორტში იყო ჩადებული ეს პირადი ნომერი ასვიდნენ ეს გახსნიდა ან მონიშნული ქონდა ორმას რა ქვია რეგისტრატორს ესეთი შემთხვევებიც იყო კი ბატონო ანუ მანქანა კი ბატონო ანუ ხელით ნიშნავს იმას რომ ის არის რა ქვია მანქანა თქვენი პირადობის ნომერი ჩემ პირადობის ნომერად კი არ ვიზუალიზაცია კი არ გაუკეთა არამედ იქიდან გამომდის სწორედ რომ ამას ვერ აკეთებს ამიტომ ეს შეყავთ ხელით და მე დამყურებელს მაქვს ერთ-ერთი საშუალება რომ რო ამოვა ეს სურათი იმიტომ რომ მე სახელი გვარი მისამართი არაფერს არ მეუბნება და აიდიც რო ამოვარდეს მაინც არაფერს არ მეთქვის ეს სურათი რო ამოვა თქვენ სურათ ეს არის ვერიფიკაცია ხდება არა სახელი გვარით არამედ იმით რომ ვადარებ მე ფიზიკურად რა უამრავი სიამაყე ნანახი უამრავი ამორჩეველი ყავს ნანახი ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ძალიან შეცვლილი კაი მითხარი მათ შორის როდესაც ფაღადის შემთხვევაში მითხარი და 5 და 7 წელი არის იმ პირადობის გაცემის ასე თქვა და ფაღადის შემთხვევაში იმას ვიტახეთ ნახე რომ მაგიდაზე უდევს A3 ფორმატზე ამობეჭდილი უზარმაზარი სია პირადობას როდესაც გამოართმევს ასე დაიჭერს აგერ ისა რა ქვია რეგისტრატორი ეძებს ამ სიაში გადაფურცლის ერთს გადაფურცლის მეორეს მესამეს მაგალითად ფურტულზე მოძებნის რა ვიცი მეოთხე გვერდზე ამ პირველზევე ჩემს სახელსა და გვარს და ამ პერიოდში ვიძახი მე ზუსტად რომ მე ვის დამკვირვებელი რაც ვაკეთებ სოფოში შედარების საშუალება რომ მაგალითად პირადობა და პორტულს აძლევენებს ხმას ხო და რისი და რას ვადარებ სახელი და გვარი მე ხო არაფერს პირადობა არის ამ დროს და სახელი და გვარი მე რო ხდე მაინც სურათი უნდა შევხედო ეს კაცია თუ არა ხო ეს არის სურათია მაგრამ სხვა ვერაფერს მე ხო მის სახეთ მე ხო არ ვიცნობ ნახეთ თქვენ მითხარით რომ კოორდინატორებიო ამისთვის რო არიან გაწმილები ისინი იმათ მარიციან რომ სახელები და გვარები და მე დამყურებელმა რა ვიცი იმის სახელი და გვარი მე ერთადერთი წყარო ვიცხოთ გადავაგდეთ ეს ტექნოლოგიები და ვარ ხაღალზე ბატონო და თქვენ გვეუბნებით რომ სახელი და გვარი ან სხვა მონაცემი და დამყურებელმა არ უნდა გადაამოწმოს მეცაც გეტყვით ვერიფიკაცია IT და ვერიფიკაცია და მაპატიეთ მე ხო შეიძლება ბატონო კი სხვა რამეს გეუბნებით რა იცის იმან სახელი და გვარი იმ ადამიანის ვერიფიკაცია რას ნიშნავს ხო ანუ იდენტიფიკაცია იდენტიფიკაცია წარმოდგენილი პირადობა გადავადარო სიაში არსებულ მონაცემებს მეტი არაფერი არ მინდა არც ვერიფიკაცია წარმოდგენილი პირადობის მონაცემები ემთხვევა თუ არა სიაში არსებულ მონაცემებს მორჩა როგორ გავაკეთებ აი ქაღალდურ ვერსიაში ხო გიორგი კი აი როგორ რაღაცა იცი ეგ როგორ დაიცავს იმას რომ data არ მივა ჩემი პირადობით და არ მისცემს ჩემ მაგივრად ხმას არა მაგას თავით დავანებოთ რა მოდით ახლა ეს ძალიან მაღალი დონეა ამიტომ ვერიფიკაცია დასკა გავიგე მაგრამ ელემენტარული თხოვნა ანუ ელემენტარულიც ვერ კეთდება თქო ელექტრონული საშუალებებით ამის თქმა მინდა მე მხოლოდ ახლა რატო ბატონო იზახის რომ მხოლოდ სახით იდენტიფიკაცია საკმარისია და მე ვიტყვი რომ სახელი და გვარიც მინდა რომ შევადარო და ამის საშუალება ელექტრონულში არ მაქვს რას გვაძლევს აი მე მინდა რომ შევადარო რომ წარმოდგენილი პირადობა ნამდვილად არის სიაში ბატონო კითხვა და იმ სიაში არსებობს სახელი და გვარის გასწვრივ არის ამ შემთხვევის ხელმოწერას აკეთებული
ანუ იმედი გაიცა ბიბლიოთეკი. ამის დადასტურება მინდა. გავიგე რომ მეზობლის პირადობით შეიძლება მომიდეს, ესეც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, აკეთებდნენ კიდევაც, მაგაზე ორი აზრი არა. ეგრე აკეთებდნენ უფრო, არა ისე რომ ჩემ პირადობას რო ჩამოუსვა, დათას ის ამოვიდეს სურათი, კი, არ არა, აკეთებდნენ მაგასაც, იმიტომ რომ სხვა პირადი ნომერი შეყავდათ. კი, რეგისტრატორს შენასწავლ უნდა გამზადებული რამდენიმე პირადი ნომერი, მაგალითად 10-20 და ის შეყავდათ ხოლმე. და ამ შემთხვევაში რა შევებით? ხო და ამის პირადობის მოწმობის ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე შევადაროთ ეკრანიდან იმ ადამიანის სხვანაირად ვერ გავიგებთ. გავაგზავნოთ მაშინ კი ბატონო. ის რომ ფურცელი არის ჩადებული სხვა არის, მაგრამ თუ ჩემი პირადობით მივიდა დათა, ჩემ მაგრებს მისცემს ხმას. მაგ შემთხვევაში არაფერი არ არის, ეთახმებით. ხო, და ამას ვერ ვიცავ რა, მაგრამ აი გარი. კი, მაგას ვერ ვიცავ, უნებრივია რა თქმა უნდა. ეთახმებით. მაგრამ მაგის დაცვა უფრო ვიცავ, უფრო მეტად ვიცავ, ამ ეკრანით ხო უფრო მეტად ვიცავ. იმიტომ რომ უფრო დიდია. ეს ოხერის სურათი ხო უფრო დიდია. ვიდრე ფუნქციონალური აზრი გავიგეთ, კი ბატონო, რაღაცაზე ვერ შევჯერდებით. კარგი, გავაგრძელოთ თქვენის ნება. კითხვა მაქვს, ეკრანზე ხო უფრო დიდი, ანუ მარტივი რაღაცებზე ვერ შევჯერდებით, მაგრამ რაღაც სენს ხო? ანუ ხოვთან ხვდებით, რომ ეკრანზე უფრო დიდი სურათია, ვიდრე იმ ქაღალდზე ამობეჭდილ სურათები რომ არის. და ეკრანზე უფრო დიდი სურათია. ირადობაში მონაცემები, მაგრამ ხალხზე ამბობენ საკუთარ დიდია და ეხლა ზუსტი ის არ მახსოვს, იმიტომ რომ ასანი ფორმატია. გავზომე სპეციალურად შევადარე, სპეციალურად, მაგიტო ის თქვენი, ანუ დადასტურებით ვამბობ, რომ ეკრანზე უფრო დიდია, ვიდრე ქაღალდზე და უფრო დიდია ეკრანი, ვიდრე პირადობა. არა, ეკრანზე რო უკეთესი ხარისხი იქნება ფოტოსურათის, ამაზე არავინ არ დაობს, ბატონო. კი ბატონო, ისე როგორც პირადობისზე თვალთვალს მირჩევნია ეკრანს უყურო, იმიტომ რომ უფრო მაღალი გარჩევადობა. არა, ეკრანი ნახეთ, სახელი გვარი არ იცვლება. სახელი გვარი ვანო ბურდული რჩება ვანო ბურდულად. ანუ კომენტებით რა, მაგრამ ვიზუალი იცვლება. ვიზუალი იცვლება და სახელი გვარი არ იცვლება. ამის შედარება მინდა მე. ვიზუალი შეიძლება დავბერდე, სვერი მოუშვა, თავი გადავიპარსო, სათვალე გავიკეთო, აპიშონით მოვიდე და ასე შემდეგ. ვიზუალით ვერაფერს ვერ ამტკიცებ და სახელი და გვარი იმას მაინც ხედავ რომ ვანო ბურდული არის ვანო ბურდული. და არის დაბადებული ამ ადამიანს წელს. აი, მე რომ მივედი თქვენი მით რომ მივედი. თორე, ეკრანი პროფესია და კარგია და ლამაზია და ხარისხიანია, გავიგეთ კი ბატონო. რა ვერ გავიგეცით? მე დამკვირვებელი როგორ ხვდები რომ ეს პირადობის მოწმობა რომ მიეცით ჩემი იმას რა ქვია ეხლა ხო მაგაზე არ დავობთ რა ეხლა მაგაზე გიწერია მე მარტივი ამოცანა დავსვი გიწერია ორი ამოცანა პირადობის მოწმობასა და ვერიფიკაციის აპარატის ეკრანზე გამოტანილი მონაცემების იდენტიფიკაციის საშუალებას მეტი არაფერი არ მithავს ნახეთ აგიწერეთ ეგეთი მარტივად არის შესაძლებელი როგორც სხვისი პირადობით ხმის მიცემა ასევე პირადი ნომრის ხელით შეყვანა და ბიულეტენის გაცემა. შესაძლებელი ასევე არასათანადო ვადაგასული ან მობილურში არსებული საკუთარი ან სხვისი პირადობის ფოტოს მეშვეობით ხმის მიცემა. ეს არის პრობლემა და არის დასახელებული. ეხლა ამის შესაბამის რამ ხო, ანუ სხვის პირველი გავიაროთ, სხვისი პირადობით ხმის მიცემა. სხვისი პირადობით თუ მივედი, შესაბამისად მე თუ მივედი მოკლედ და თქვენ ხართ დამკვირვებელი შევთანხმოთ იმაზე რომ ეკრანზე საშუალება გრჩება სურათი მაგაზე ორი აზრი არ არის. კი ბატონო, ანუ ეს და ეკრანი უფრო კარგია ვიდრე ნაბეჭდი. ამაზე შევთანხმდით. ამიტომ აქ რო გიწერიათ რომ ეს პრობლემაა, აღმოჩნდა რომ პირიქით ტექნოლოგიებმა ამ შემთხვევაში, მაშინ ეს უნდა შეგვიძლია გადავხაზოთ, იმიტომ რომ ტექნოლოგიები უპირატეს მდგომარეობაში აგდებს დამკვირვებელს ვიდრე ქაღალდის შემთხვევაში. ეხლა მეორე გიწერიათ. აბა ნახეთ თუ შეიძლება რომ შემდგომი დოკუმენტური სრულ წავიკითხოთ, ხო? რთულია სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, რადგან ხელმოწერა საუნჩეველის სიაში აკეთებს, სხვის გრაფაში ხელის მოწერა იწვევს პრობლემებს და იმას უკვე ხვდება, ანუ დაყალბების კვალი არის ნათელი და იმ შემთხვევაში ეს კვალი არ ჩანს. და ეხლა მაგას რო გავყვეთ. ანუ როდესაც ჩემზე უკვე გაცემულია, ანუ მე მივიღე და მაგას იცავ თქვა, მაგას უნდა რო ამოიპრინტება რომ აღმოჩნდება რომ მე უკვე თურმე მივსულ ვარ აი ეგ მიცავს მე ეგ ერთი მეორე არის ეს უკვე გააჩენს პრობლემას უკვე პირველი კითხვა ჩდება
მე როდესაც გაიხსნება და აღმოჩნდება რომ ხელმოწერაა მე ხო დავაყენე ეს საკითხი მე როცა გაიხსნება იქ უნდა ნახონ ჩემი ხელმოწერა გაყალბებულია თუ არა ეხლა ნახეთ ორი რაღაცა არის სისტემური პრობლემა და არის ძალმომრეობა ჩვენ დავდივართ იმ მოცემულობიდან რაც დაგვიდგა 2024-ში და არავის არ აქვს იმედი რომ 2025-ში იქნება უკეთესი მოცემულობა ეს ხო ფაქტია ნახეთ როგორ რაღაცა მაშინ არჩევნებზე საერთოდ ნუღავლაპარაკობთ ეს უბრალოდ ეხლა მაშინ ჩემთვის ეს არის შეიძლება თუ არა და როგორ შეიძლება რაღაცა გამოვასწოროთ ანუ სიების ამობაზე გამოსწორებაზე ამჟამად კიდევ მეორე გამოსწორებაზე ბრძოლება არის ძალიან შორს მიმავალი პერსპექტივა ჩვენ ახლა ბატონო შველის თუ არა ამოპრინტვა ამას ეხლა ამაზეა ლაპარაკი და შველის ამოპრინტვისას ვგებულობ რომ თურმე მე უკვე მოსულ ვარ და უკვე წერ განცხადებას იმაზე რომ მე რანაირად მოსულ ვარ აგერა ვარ კაცი ვინ მოვიდა ეს და ასევე მე იმას წერ განცხადებას რომ გაიხსნება გახსნით ისინი 5 და ვნახოთ ვინ მოაწერა ხელი შესაბამისად უკვე ეს არის გაყალბება რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია ამიტომ ეს სწორედ ტექნოლოგია ამის კვალიტეტის დატოვების მეტ ალბათობას ტოვებს და მეტად მეტი ევიდენსი მეტი მტკიცებულობები ამ პირველ შემთხვევაში როცა ხვის მაგივრად ხდება ასევე გიწერეთ პირადი ნომრის ხელით შეყვანა და ბიულეტენის გაცემა ხელით შეყვანაში იგივეა კი ბატონო ხელით რო შეიყვანა ისევ იგივე ის არის ამოვიდა სხვა სურათი და მე უნდა შევამოწმო ეს სხვა სურათი დამკვირვებელმა ემთხვევა თუ არ ემთხვევა და როგორ შევთანხმდით რადგან სურათზე ვართ მიმულები ეკრანზე უფრო კარგად ჩანს ვიდრე ქაღალდზე რა ვიცი მაგალითად ვადაგასულზე ზუსტად იგივეა ანუ ვადაგასული თუ არის ვადაგასული შემთხვევაში მოკლედ მობილური ისა ვადაგასული ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდით მობილურში არსებულ საკუთარი მსხვილი პირადობის ფოტოს მეშვეობით ხმის მიცემა ეგ როგორ არის ანუ პირადობა თუ არ შეიყვანა როგორ ამოუპრინტავს ის ეგეთი რამე ეს იყო ფაქტები რომელიც მოხდა რაზედაც ჩვენ სურათის ჩვენება რა თქმა უნდა შესაბამისად ეს სურათის ჩვენება ფაქტი მოვიყვანეთ ამ შემთხვევაში რომ სწორედ აი ამ მაგალითად ეს რა ქვია მობილურში არსებული ფოტო იყო თუ ხელით შეყვანა და ასე შემდეგ ეს ფაქტები მოხდა და იმიტომ წერია აქ შესაბამისად ჩვენ ვიზახდით იმას რომ ეს მოხდა ელექტრონული შემთხვევაში გავიგე ბატონო დავით რომ გამოსწორება შესაძლებელია მესმის გეთანხმებით 100%-ით მაგრამ ასევე ვაკეთებ შედარებით ანალიზს როდესაც ვიზახით რომ ეს პრობლემა ამ მეთოდების გამოყენება არსებითად არის გართულებული ან ხშირად შეუძლებელი დოკუმენტურის შემთხვევაში. მეც არაფერს არ ამბობ. და გადავადო შეიძლება შემდეგზე როდესაც მოხდით. მონიტორინგი ბატონო კითხვაზე გავცემ დათას პასუხს ფოტოს აჩვენებდნენ და ხელით შეყავდათ პირადი ნომერი დათა. ანუ მობილურში არსებული ფოტო მხოლოდ გამოიყენებოდა პირადი ნომრის საჩვენებლად რა. ზეპირად არ ახსოვდა და შეყავთ. კი ბატონო, როგორც მოლკი არა. სულად ანუ ის ხო ხის მაგივრად არ მოვიდა. მეცაც გეტყვით, თუნდაც ვადაგასული იყოს. მე რომ მკითხოთ თუ კოდექსში ითხოვს რომ აუცილებლად აქტუალური უნდა იყოს. ეგეც ის არის, იმიტომ რომ სახელმწიფოს მიერ გაცემულია, მე ვარ და ვერიფიკაცია ხდება იმით, რომ ის რა ქვია ვადაგასულზე არ ვიცი როგორ ქონათ ვადაგასულები შეყვანილი ძალიან მეეჭვება იმიტომ რომ წესდი სიაში ვადაგასული აიდები არ უნდა აიდი ხო რჩება ანუ ვადაგასული დოკუმენტი აიდი ხო უცვლელია ეკიპთანაც რომ მივდივარ არ მიმაქვს ხომ ეს აიდი ვეუბნები ჩემ ნომერს და შემომხედავს ხოლმე და იქ რომ ამოუგდებს იმაშვება ადარეს პოლიციაში წესებ მოქმედებს არ მაქვს ის რა ქვია პირადობათან არც პასპორტი ვეუბნები ხო გაქვს ჩემი ის რა ქვია სურათი მათ მიდი ეხლა ჩახედე გიკარნახებ ნომერს გუშინ ეს დამაკავეს ჩახედე უთხარი ID ჩახედა არ გაქვს შეხედე შეხედა სურათ შემომხედა დაემთხვა ვერიფიკაცია მოახდინა და მორჩა არანაირი პრობლემა არ იყო დემოკრატიული პროცედურიდან გამომდინარე მე რო ID უთხრა ჩემი გამოსახულება თუ გავს იმას ეს ჩანაწერი აქვს აღარ უნდა ჭირდებოდეს მეტი ისედაც რა ანუ პრობლემა აქვს ჩვენ გვაქვს როცა სხვისი მაგივრად აძლევს ხმას თორე მე ჩემს მაგივრად უაძლევ ხმას რაშია ეგ პრობლემა მართლა ვერ ხვდები ანუ აქ უბრალოდ არის კოდექსის შეცდომა რომ აუცილებლად თხოვს საბუთით მისვლას არ მჭირდება საბუთით მისვლა
ვერიფიკაცია არ ხდება იმით სახელი და გვარი იქ მონაცემში თვითონ აქვს. ერთ-ერთი რაც ის ტიპი ვერიფიცირებას ახდენს არის ჩემი სახე. მართლა მე ვარ თუ არა. მეტი სხვა ის არ არის. არ ჭირდება პირადობა და ისა მაგის უცხარი დამაკავეს. ხო, ესე უცხარი პირდაპირ ID რა და ესე ვიყენებ ყველგან. ეს არის სულიად ნორმალური რაღაც. ანუ ეს არ არის გაყალბება, ეს არის უბრალოდ ადეკვატურობა. მაგრამ თუ კოდექსში წერია, ნუ ძალიან ცუდი უნდა წაშალო. პირიქით. ანუ პრობლემა როგორ პირადობა სხვათა შორის. ბანკში აღარ იყო პირადობა. კი, ამიტომ ID აქვს გადარებენ რა, არ ჭირდება და ამიტომ მაგის თქმა მინდა რა, რომ ეს მეორე აბზაცი აქ არ ნიშნავს რომ მე სხვის მაგირად ვიმდი. აი პირველი აბზაცია რომ მარტივად რომ ამობთ რომ სხვისი პირადობით და ამის გამოსავალი არის ის ერთი წრიო ამოიპრინტა და მეორე წრიო სურათს ვადარებ და სურათი მირჩევნია შევთანხმდით რომ ეკრანზე იყოს ვიდრე იმაზე. ამიტომ არგუმენტი არ მგონია თქვა ამის თქმა მინდა, მაგრამ ოკეი, ნუ უკეთ გავაგრძელოთ, ანუ მე მგონი გამოვთქვით მე ჩემი აზრი ბოდიში უკაცრავად ბევრი. ერთილი მადლობა. მოკლედ საბოლოო ჯამში გვაქვს დახურული სისტემა, მონიტორინგის შეუძლებლობა. ასევე საკმაოდ არსებითი რისკი არსებობს იმაზე, რომ რაღაცა გარკვეული ფარული პროცესების მიმდინარეობდეს თვითონ აპარატის შიდა ოპერაციულ სისტემაში, ხო? ანუ როგორ ამუშავებს, სად გადასცემს, ვინ უკავშირდება, სად არის შეერთებული, მათ შორის არ ვიცი ახლა ეს როგორი ითვლის, მაგალითად ქონდა შემთხვევები, როდესაც ხო, ნუ სანამ ამაზე გადავალ, ვიტყვი რომ დოკუმენტური შემთხვევაში არის ყველაფერი გამჭვირვალე, მარტივად შეიძლება რომ დაითვალოს ადამიანმა ჩვეულებრივად ხელმოწერების რაოდენობა, მათ შორის აღმოაჩინოს თავისი ახლობელი თუ შინაური სიაში, რომლის გასწრებაც ხელმოწერა და ამით რა თქმა უნდა გაყალბების კვალი დასტურდება და ასევე ხელმოწერების შედარება მოხდეს ყუთში არსებულ ბიულეტენების რაოდენობაზე, რაც ამ შემთხვევაში არ ხდება. და რეალურად მომსვლელსა და ყუთში არსებულ ბიულეტენებს შორის რაოდენობრივი შედარება და კავშირი, ასე ვთქვათ, არ არსებობს. ის ცალკე ითვლის, ეს ცალკე ითვლის და საბოლოო ჯამში ყუთიდან იბეჭდება მოსული ამორჩევლების, ანუ ჩაყრილ დასკანერებულ ბიულეტენებთან რაოდენობა. ხო? შედეგად რა მივიღეთ ვერიფიკაციის აპარატების მეშვეობით, ანუ რას აუმჯობესებს. ამორჩევლის სიაში მოძებნა ხდება პირადობის აპარატში გატარებით და არა რეგისტრატორის მიერ ან ბანკის სიაში დოკუმენტში ძებნა. შესაბამისად, თუ ჩავთვლით, რომ სწრაფად მოძებნა კი რამდენიმე წამი ნამდვილად არის გაუმჯობესებული და სწრაფად ხდება მოძებნა, თუმცა კი გამტარუნარიანობა როგორც ასეთი არ არის გაუმჯობესებული, მინდა გითხრა და რატომ? იმიტომ რომ აპარატიდან ჯერ უნდა შემდგომ უნდა ამოიფერტოს ეს კვითარი, მე რა ხელმოწერა ყუთში ჩაგდება და ეს შეიძლება ხანგრძლივი პროცედურაც იყოს ძველ სისტემასთან მიმართებაში, ხო? ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც სპეციალურ სახაზავს დაუდებს ამომრჩეველს რეგისტრატორი თავის კონკრეტულ გრაფაზე და იქ მოაწერინებს ხელს. ანუ რეალურად გამტარუნარიანობის გაუმჯობესების აშკარა, ასე ვთქვათ, შედეგი არ შეიმჩნევა, პირიქით შესაძლებელია, რომ შემთხვევაში იყოს გაუარესებაც. ასევე რა გაუმჯობესა ვერიფიკაციის აპარატმა, ხო? ბიულეტენი ვერ გაბათილდება ბეჭდის და ხელმოწერის უკანა მხარეს არარსებობის მოტივით, ანუ ეს ჩვენ გვახსოვდა, რომ როდესაც არასასურველი ამორჩეველი იყო ხოლმე რეგისტრატორისთვის, შეიძლება რომ ან ხელი არ მოეწერა უკან, ან ბეჭედი არ დაერტყა, ამის შედეგად ხდებოდა ხოლმე ბიულეტენის გაბათილება, ანუ მთლელი ამოტრიალებდა ბიულეტენს, ნახავდა თუ აკა და ერთი არ მეორე ამ შემთხვევაში ხდებოდა გაბათილება, აქ ეს რისკი არის აღმოფხვრილი. თუმცა კი ძველ სისტემაში შეიძლება რომ ეს პრობლემა მოვაუაროთ, ხო ელემენტარულად შესაძლებელია რომ როგორც ხელმოწერა, ასევე ბეჭდის დარტყმის ვალდებულება მოისპოს და ამ შემთხვევაში პრაქტიკულად და იგივე შედეგი იქნება მიღებული. ასევე ვერიფიკაციაზე რომ საუბრობთ, სეგან და რა თქმა უნდა გეთანხმებით იმ ამბავში, რომ აპარატი რეალურად არ ახდენს ამორჩევის ვერიფიკაციას, ანუ კონკრეტულად ის ადამიანი არის თუ არა მისული, რომელსაც უჭირავს ეს პირადობა, ამის ვერიფიკაცია არ ხდება, ხო? ეს არის რა, ბარათის იდენტიფიკატორია, რომელიც უბრალოდ ბარათზე არსებულ მონაცემებს კითხულობს MR-ზე წამკითხველის მეშვეობით და გამოაქვს ეკრანზე. ნუ როგორ გამოაქვს და რა შეიძლება გააკეთოს, ეს სხვა მომენტია, მაგრამ რეალურად ის რომ ვერიფიკაციის აპარატი ვერიფიკაციას არ ახდენს, ესეც მგონი უდაოსაკითხია და ამაზე ყველა თქვენგანი და ბუნებრივი ამას ვეთანხმებით, ხო? რაც შეეხება
კიდე მინდა რა ცოტა დამოჩამე ბოლო პუნქტი რაც ქონდა. ნახეთ დახურული სისტემა და მონიტორინგის შეუძლებლობა გეთანხმება. და არსებობს რისკი, რომ მრავალი ფარული პროცესი მიმდინარეობს აპარატის გაყალბების მიზნით. შეგვიძლია, გონიერი ხალხი ვარ და შეგვიძლია ვივარაუდოთ რა შეიძლება მოხდეს. ყველაფერი შეგვიძლია ამ შემთხვევაში, თორემ ლიმიტირებული ისა. ყველაზე დიდი რისკი არის მე ჩემი ბარათი ჩამოუშვა. ერთადერთი რისკი რაც არის რომ მე ბარათს ჩამოუშვა პროგრამა იცის რომ ჩემ ბარათზე უნდა სხვისი გამოსახულება თქვენი ბარათის მონაცემები ამოაგდოს. სხვა რისკი უბრალოდ არ არსებობს. აი გარი რისკი ერთადერთი არსებობს ბატონო დავით და გეტყვით რა რისკი არსებობს. მაგაზე მგონი გიორგი მას ელაპარაკა სულაც მოდა მაგრამ მე მგონი ეს კონტექსტი იყო. არსებობს რისკი შემდეგი რა. ჩვენ არ ვიცით რა სიები არის ჩათვლილი, ჩვენ არ ვიცით რა სიები აქტიურდება იმ კოდის შეყვანის შედეგად და ჩვენ არ ვიცით მაგალითად სია ნომერი 1-ის გარდა არსებობს თუ არა სია ნომერი 2. მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც ვანაურდული ერთი და იგივე საჯარო ოლქის ყველა უბანზე არის ლეგალურად გულისხმობ იმას, რომ აპარატში ჩათვლილია და მე შემიძლია შევიდე ნებისმიერ უბანზე ერთიდან 50-ის ჩათვლით და ყველა თქვას, რომ კი ბატონო, ვანაურდული ჩვენს უბანზე არის რეგისტრირებული და აქ უნდა მისცეს ხმა. ეს არის ყველაზე მთავარი რისკი, რაც სწორედ კარუსელებისთვის იქნა გამოყენებული და ზუსტად ამის არსებითი, ასე ვთქვათ, არსებობს. ხო, ეჭვი არსებობს, რომ ამ მიზნითაც იქნა, არათუ იქნა გამოყენებული, არამედ ამ მიზნით იქნა შემოღებული. დიახ. ნახეთ, მაგაზე გამოსავალი არის ესე, ჩვენ თავიდან გამოსავალი ბევრია ბატონო. გამოსავალი არის, რომ ცვლილებების გარეშე. სია ნომერი 2 არის შეძერილი. არა, ცვლილებების გარეშეც ნახეთ. ყველანაირი CSGO-სიებიც არ უნდა, CSGO-ს ინტერვენციაც არ უნდა, თუ აი ეს ამოპრინტვას რო ამობთ, ის იქნება. ნახეთ, მარტივი რაღაცა არის, ჩვენ ვიცით წინასწარ, თუ სწორედ არის თავიდან სიები ფორმირებული, ესენი თუნდაც ჩატვირთული იყოს და მე ყველაფერს აქტიურებდეს არა მარტო თავისუფლად, არამედ ყველას, აი ეს манипуляციისთვის, ხო? ამ შემთხვევაში მე ვიცი ბალანსი მაქვს თავიდან ამ უბანზე რამდენი უნდა იყოს მაქსიმუმ ამოპრინტულია შესაბამისი სიები იმ დღეს ასევე ყოველ 2 საათში თუ პრინტავთ ამ იმას რა ქვია მოსულების სიას ასევე ერთი ბალანსი გვაქვს მე იმას ვაჯამებთ მე თუ იხსნება და კოდექსში სპეციალურად წავიკითხეთ იქ არ წერია აკრძალვა რომ არ უნდა გადაითვალოს ადგილზე ეს სიები იქ წერია რომ გადაიგზავნოს მაგრამ არ უნდა გადაითვალოს ეს არ წერია და შეგვიძლია ეს CSGO შეუძლია თავისი იმით განმარტოს, იმიტომ CSGO-ს guidelines ნაწილია ეს. თუ დაითვლება რამდენი ხელმოწერაა ჩაგდებული, ესე იგი ერთის მხრივ ვიცით რამდენი უნდა მოსულიყო ჯამურად, მეორეს მხრივ ვიცით რამდენი მოვიდა ყოველ საათების დაჯამებით, ასევე გვაქვს გავხსენით და დასრულდება ჯერ სანამ გავხსნით ხუთებს ბიულეტენებით ვაკეთებთ გადათვლას რამდენი ის არის ხელმოწერილი ის არის მოსული, ჩაგდებული, ამას ცალკე კიდე ამას ვწერთ და მე ამის შემდეგ ვაკეთებთ ჩაყრილ ბიულეტენებს. ვიწყვილთინას პრესოდ. აი ხლა ეს ბალანსები ერთმანეთთან თუ არ დაჯდა, ნიშნავს რომ აქ რაღაცა მოხდა და სწორედ ეს ტექნოლოგია მაძლევს საშუალებას ეს ყველაფერი გადავამოწმო. ეხლა მითხარით რა შეიძლება იმაიმოს მეშვეობით და არ უეს არა შეიძლება მოხდეს და მოსულამჭრელების შორის რაოდენობის იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება იმიტომ რომ ნახეთ არა დასატრონების საშუალება არსებობს და ეს შეიძლება გადავამოწმოთ და გავაკეთოთ მაგაზე ორი წელი არ არის მეც გეთანხმებით მაგაში რა თქმა უნდა შესაძლებელია ყველაფერი მე მარჯვნივ გიწერეთ ყველაფერი გამჭვირვალეა რადგან შესაძლებელია სიების დათვალიერება და ხელმოწერების დათვლა როგორც ეხლა არ მომცა საშუალება რომ გაიხსნა და დაგვეთვალა ის ჩაყრილი ხელმოწერილი ისე რა ქვია იმ დოკუმენტს არ ვიცი ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ბარათი როგორც ამის ქვითრები თუ ქვითრების დათვლის საშუალებას არ მაძლევენ სანამ ბიულეტენებს დავითვლით. ასევე შეუძლიათ სიების გადათვლა, გაცილებით რთულია. სიებში გადათვლის საშუალებასაც არ მომცემენ. ანუ თქვენ ლაპარაკობთ დავით, არჩევნებში ვარ და მსგავსი შემთხვევა არც ერთ უბანზე არ ყოფილა რომ სიაში ხელმოწერილი
დათვლის საშუალება ნახეთ, წინამორბეობა თუ ძალმოვარდნაზე ვლაპარაკობთ, თუნდაც იგივეა რა. ანუ თუ მაძლევენ სიები 99-ში მაგრამ ხა იმას ანიშნავს რომ არა, სხვა ამით გამართლება იმისი რომ აპარატები ამ შემთხვევაში უკეთესია არასწორია. არა, სხვა რამეს გეუბნები, თუ მე არ მათვლებინებენ იმას, რა ქვია, არ უხსნით, არ ვითვლით ამ ქვითრების რაოდენობას, ბავშვებს თუ არ მაძლევენ. ასევე შეიძლება დავუქონ იმ წუთშივე ეს ისინი სიები ხელმოწერებით და არ დამათვლებენ. ნახეთ, ჩვენ ხო ვადრით, როგორ ჩაატარეს ელექტრონული საშუალებებით და როგორ ტარდებოდა ადრე. ანუ მარტივი შედარებითი ანალიზია. ანუ თუ კი წინა შემთხვევაში გქონდა ჩვენ სიებში ხელმოწერების დათვლის საშუალება, დღეს ამის მონიტორინგის საშუალება უბრალოდ არ მოგცეს, გნებავთ მუდავარქმევთ, რომ არ აქვს შესაძლებლობა კი არა და ელექტრონული მეშვეობით არ. იმიტომ რომ კანონში ჩაწერეს პირდაპირ ის ხუთები არ იხსნებაო. არა, ეგ არ წერია. კანონში წერია, არა, კანონში წერია. ქვითრები არ ითვლება. კანონში არ წერია ითვლება თუ არ ითვლება. კანონში წერია, რომ მე ეს ილუქება და იგზავნება იმაში, რა ქვია. ეგ ნიშნავს იმას, რომ არ ითვლება, იმიტომ რომ პროცედურაში ეგ ნიშნავს, რომ არ ითვლება. არა, იქ ეს არ გამორიცხავს იმას, მაგალითად ბატონო დავიდა, მან არის ამოწურა პროცედურები ჩამოთვლილი. იმ პროცედურების გარდა სხვა პროცედურებს ვერ ჩაატარებ ფიზიკურად, იმიტომ რომ რას იმ შემთხვევაში გიწერია, იმ პროცედურებს უნდა მიყვეს. სხვა პროცედურების ჩატარების საშუალებას, იმიტომ არ მოგცემენ, რომ გეთვლიან, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება და მართლაც იქნებიან ამ შემთხვევაში. არ იქნება მართლა შეუძლია გახსნას. და როდესაც სასამართლოს მიმართეთ, მაშინვე დააყადებას. რო დაილუქება, მერე სასამართლომ უნდა გახსნას. მაგრამ CSGO-ს შეუძლია, იმიტომ რომ CSGO-ს გაიდლაინის ნაწილია ეს რა, CSGO-ს შეუძლია თქვას, რომ გადათვალეთ ეს, იმიტომ რომ ამისთვის არის, გესმით, ფურცელი არის ამის. სამართლის არჩევნო კომისიას შეუძლია, მაგრამ კი ბატონო, ეს უკვე იქნება დამოკიდებული კომისიურ გადაწყვეტილებაზე. და არა კანონის ვალდებულებაზე. კანონის მიერ. ხო და CSGO-ს შეუძლია და ეს არ მოვა წინააღმდეგობაში, CSGO-მ თავის ნორმატიული აქტით რომ გაწეროს, რომ საიმის, რა ქვია, რო დამთავრდება დასრულდება. შეუძლია და ყველაფერს გამოსვლება შეუძლია, ამაზე შევდამთ. ბატონო, ლაპარაკი არის იმაზე, ანუ ჩემი мотиваცია ეხა მე ეს მაინტერესებს არა როგორც ისტორიული მოვლენების ანალიზი, არამედ რა შეიძლება მისი საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლებელია თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებით CSGO-ს პოლიტიკური ზეწოლის შედეგად შიდა თუ გარე კანონმდებლობის შაურებლად რისი გასწორება შეიძლება რომ მივიღოთ სამართლიანი არჩევნები. ამაზე ახლა ლაპარაკი. და ეს შესაძლებელია, აკეთდება ამას პარლამენტია თუ რაც არის იმათი შეკრება და იმათი თანხმობა. ეს შეუძლია CSGO-ს და ეს არ მოდის კანონმდებლობას. ან მაშინ მოდით ის კონკრეტული მუხლი ჩავინიშნოთ და გავიაროთ, არის თუ არა შესაძლებელი, როგორც აი პირველზე დავსვი კითხვა და აღმოჩნდა, რომ კანონით შესაძლებელია. კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, რომ ისაც საჯარო სიები ამოდის. ასევე აქაც მე რაც გადავამოწმე, რა ვიცი შეგვიძლია ვიდეო შესაძლებელია თუ ჩემი კითხვა არის ესეთი არის თუ არა შესაძლებელი რომ CSGO-მ დაადგინოს პროცედურა რომლის მიხედვითაც სანამ გაიხსნება და ბიულეტენების ხუთის გახსნა მოხდება იქამდე მოხდეს გადათვლა რამდენი ქვითარია ჩაყრილი კი ბატონო შესაძლებელია შეუძლია კი ბატონო ანუ ესეც არის თქოს კანონმდებლობას ეს შესაძლებელია ანუ ეს პრობლემა უკვე მოგვარდა ხო ანუ გავიგე, მაგრამ ეს პრობლემის მოგვარების მეთოდი არ არის. ისე რომ CSGO-ს რაღაცა დადგენილების მიღება შეუძლია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ამას მიიღებს. არა, ვანო, ჩვენ ხო იმაზე ვმუშაობთ, რა შევთავაზოთ და რა მოვითხოვოთ, რომ იქნეს მიღებული. თორე ისე არჩევნებში შესვლას ჩვენთვის აზრი არ აქვს, ხო, როგორც საზოგადოებისთვის. ანუ ამიტომ ჩვენ ახლა მარტო ისტორიულად რა მოხდა და რაღაც კი არ ვიხილავთ წინა გამოცდილებას მხოლოდ როგორც case studies, რომ ჩვენ გვჭირდება რომ რაც წინა გამოცდილებამ გვაჩვენა, ეხლა რითი შეგვიძლია ამას ვუშველოთ რა მექანიზმით, რომ ეს მექანიზმი მოვითხოვოთ, რომ იქნეს დანერგილი. თორე ისე არჩევნებში შესვლას არ აქვს აზრი. კეთილი, კი ბატონო. გადათვლას რატომ ვითხოვთ, მე ეგ ვერ გავიგე, უბრალოდ დიდი ბოდიშით კითხვისთვის, მაგრამ ამ ქვითრების გადათვლა რაში გვჭირდება არჩევნების პერიოდში? არა, არჩევნები დასრულდება, ნახეთ. დასრულდება. ანუ ეს არის ესეთი ტექნოლოგიური ის არის რა, რომ ამით აკეთებ
ჩვენ გვაქვს ანუ წინასწარი ვიცით რამდენი მოვიდა, იმიტომ იპრინტება ეს მაქსიმუმ 2 საათში ერთხელ, ესია გვაქვს. ვითვლით, ვიცით რამდენი უნდა მოსულიყო. მე ვნახულობთ ქვითრებში. ქვითრებს ვადარებთ აი ამ სიას, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებული გვაქვს, ხო, მოსულების ესენი უნდა დაემთხეს. ეს პირველი cross checking, პირველი checking იმის. მე ვიხსნება ბიულეტინები. წესით ესენიც უნდა დაემთხეს. გამოყენებული ბიულეტინები. ბოდიშთ, მაგრამ ნახეთ როგორ არის მანამ სანამ არჩევნები რომ მორჩება, ანუ ამომრჩევლები რომ დასრულდება ეს ნაკადი, შემდგომ ვერიფიკაციის აპარატებიდან ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ მაგალითად მოვიდა ამომრჩეველი ამადამ უბანზე 1200 კაცი. და ვიცით, რომ 1200 ბიულეტინია ჩავარდნილი ყუთში. ან შეიძლება იყოს 1202. ოღონდ იმ ორ ბიულეტინზე გვაქვს ოქმი შედგენილი, რომ მაგალითად არა მოარტყა ჩეკი, ან იყოს საზღვარგარეთ, საკონსულო აღრიცხვაზე და იმ პერიოდში ჩამოვიდა შუა პერიოდი როცა გვაქვს და ამიტომ მოთ ასე მივეცით ბიულეტინი და ეს ანუ ბალანსი ისედაც გვაქვს. აი ეს დათქვა ჩვენ რა გვაძლევს. გეტყვით. ანუ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ აპარატის მაიმუნობას რატო ხდება ხოლმე ფუცლის შემოტანა, ქვითრის შემოტანა რატომ არის? იმიტომ რომ ტექნოლოგიებში არის ეს რაღაცა ტექნოლოგიას და ქაღალდს ორი წყაროთი ვამოწმებთ. ანუ ეს გვაძლევს უფრო ეს არის რა მნიშვნელოვანი. ანუ შეიძლება მანქანას რომ ნახეთ აქ რატო დავწყე ამას დახურული სისტემა და არ ვიცით რა შეიძლება მოხდესო და ამაზე ამის საპასუხოდ ვამბობ. სწორედ გამოსავალი არის ის რომ მანქანამ შეიძლება გააყალბოს მონაცემი. მაგრამ იქ ფურცელი ხო არის და ეს მანქანის მიერ ესე იგი ერთი გვაქვს რომ ყოველ 2 საათში პრინტავთ და ვიცით და დავთვალეთ იმად გარეშე ჩვენ თვითონ მეორე რომ მანქანა დიდი ბოდიში მე 10 წუთში უნდა დავთვალოთ როგორ მოვიქცეთ. შეგვიძლია გადავდოთ და გავაგზავნოთ შემდეგ იმაზე. მე ჩავაგდო ეს მაშინ ჩარჯი თუ როგორ ქნა. ესეც მაგრამ მე ვფიქრობ რომ ესე კიდე ძალიან დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნის არის. 60 და იცით რა 8-ზე მეც ალბათ უნდა დაგტოვოთ და იქნებ მე გავაგზავნოთ კიდე 8-მდე მივიდეთ და მე გავაგზავნოთ იმიტომ რომ დავთქვათ ის. ანუ ნახეთ აი ეს რაც იყო ის მუხლი რომ არ ვენდობით სისტემას მაგას ვამბობ რა შეიძლება ამ სისტემამ გააკეთოს ამ სისტემას შეუძლია გააკეთოს რომ არასწორი მონაცემი რაც ჭირდება ის ამოავდოს და ამიტომ ჭირდება მეორე წყალორდან ქაღალდის გადათვლა რომ ესენი უნდა დაემთხვას სამი რაღაცა უნდა დაემთხვას ესე იგი ერთი 2 საათში ერთხელ თუ ბეჭდავს მე თვითონ ვიტყვი მათ გარეშე რამდენია და ვიცი რამდენი უნდა რამდენს ველოდები რომ უნდა იყოს იგივე უნდა ამოავდოს უკვე ვეგარ იმაიმუნებს ამ შემთხვევაში მანქანას იმიტომ რომ ვეტყვი რომ როგორ აი სიაში სხვა რამე დაპრინტე და ჯამურად 10 უნდა ყოფილიყო და შენ 11 გაქვს მე დამატებით კიდე ქაღალდებს ხსნი და კიდე დამატებითი გადამოწვევა მაქვს უკვე ქაღალდების თავის ხელმოწერებით აი ესეც უნდა სამივე უნდა დაემთხვეს და მე ამის შემდეგ მივდივარ ყუთთან სადაც ბიულეტენები ყრია და ისინიც უნდა დაემთხვეს ხო ანუ რამდენიმე ურთულებს საქმეს და მანქანა ფაქტიურად აზრს კარგავს რაც არ უნდა აყალბოს მე წინასწარ მაქვს უკვე ეს მონაცემები რა რომელსაც უნდა დაემთხვეს და თუ არ დაემთხვა უკვე ევიდენტიზებულება მაქვს რომელიც მიხედვითაც ვამბობ რომ არ დაემთხვა და მათემატიკა და ეს უკვე სტრაფია ვიდრე ბატონო ჩვენ ვარაუდობთ რომ შეიძლება მაგალითად ამომრჩეველი მოსულიყო 100 ყუთში იყო 102 ბიულეტინი ანუ 130 თუ გინდათ და ის 30 ბიულეტინი ის 30 ამომრჩეველი უბრალოდ რიცხობრივად დაამატა ვერიფიკაციის აპარატმა და 30 შეიძლება არ გქონდეს ქვითარი. ანუ ასეთ თემაზე არის ახლა ლაპარაკი. მეტი არაფერი, ანუ თუ ერთმანეთს ემთხვევა. რადგან შავი ყუთია და ამოსვამთ რომ სისტემა შავი ყუთია, სპეციალურად არის ნორმალურ სიტუაციაშიც. ამიტომ არის ქაღალდის ეს ამოპრინტვა, ამიტომ და ხელს რო ვაწერ, ამიტომ არის რომ ორი წყაროდან რაც შეიძლება მეტი წყაროდან უნდა ამოწმო. იმიტომ რომ მანქანასაც შეიძლება ობიექტურად რაღაცა მოუვიდეს. ამიტომ არის ორი წყარო. და ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს 4 წყარო და 4 რიცხვი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს რა. თუ არა, ჩდება კითხვა და იწყება არის მტკიცებულება რაღაცა პრობლემა და უნდა იყოს უკვე დაკვირვებით ამის გაანალიზება. ეხლა ჩვენ რაც ვთქვით, ესენი არ ითხოვს არც კანონმდებლობის შეცვლას და არც ახალი ტექნოლოგიის შემოტანას. იმას ისედაც აქვს ამოპრინტვის ფუნქცია,
ამ ამოპროტის ფუნქციას უბრალოდ აკეთებს 2 საათში ერთხელ და არა ბოლოში. და არა მარტო თავში პროსტორად რა. ასევე ბოლოში თუ უნდა ბოლოში ამოპრინტოს ყველა სახელი და გვარი კიდე არ არის პრობლემა ქაღალდების იმაზე ახლა ლაპარაკი. მერე მოაწეროს კომისიის თავმჯდომარემ და ამ მეშვეობით გვექნება საშუალება რომ რამდენიმე რიცხვი შევადაროთ და ბალანსები დავადგინოთ. აი ეს არის მთელი იდეა. და სულად გამჭვირვალე იქნება. ამ მოდელში რაც არის მნიშვნელოვანი, რაც ეს ინფორმაციულ ასიმეტრიას მოსპობს, ასე ვთქვათ, ხო, ზუსტად ეგ არის მთავარი მიზანი, რომ მარტო მართველ პარტიას კი არ ჰქონდეს ხელში ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიზუსტით, ვინ მოვიდა, რომელ საათზე მოვიდა და იქ ლაივ კამერებით აკონტროლოს. არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდეს ეს ინფორმაცია. ანუ რაც უფრო მეც ეცოდინება, ვინც ამ პროცესშია ჩართული, იქ უბანზე მით უკეთესი, მით უფრო ნაკლები იქნება, ასე ვთქვათ, მართველი პარტიის ხელში ეს ბერკეტები, ხო, რაღაცის манипуლირების და არა, ეს ინფორმაცია კანონით ხო მართლ პარტიას კი არა, აქ ცესკოს. და ცესკო არის მართველი პარტიის, თორემ მან ვერ დაამტკიცებს შენ რომ მაინდა-მაინც ქართულ ოცნებას აქვს რაღაც პირატესობა. თუ კანონიერი გზით მიდიხარ, ხო? ნახეთ, კიდე ერთი რაც შეიძლება რაც და იყოს ეს ინფორმაცია, ვინ მოვიდა და ვინ არა გასული უბნიდან, ეგ არის საქმე. ჩვენ არასამთავრობო სექტორმა ნაციონალური მოძრაობიდან დაწყებული ქართული ოცნებით დამთავრებული ბევრი იდავა იმის გამო, რომ გარეთ არ ყოფილიყვნენ კოორდინატორები ამ სიებით. და მათი ამოსავალი წერტილი, ანუ ამ დავის წერტილი, ყოველთვის იყო ის, რომ ეს იყო შესაძლებლობა იმ ამომრჩეველზე ზეწოლის, ვინც შეპირდა რომ მოვიდოდა და არ მოვიდა. თქვათ სოციალურად დაუცველი ამ პრობაციაში, ან უბრალოდ თუგნათ ოპოზიციური პარტიის ხმის მიმცემია და რაღაცა ვალშია, ხო, ამაში შეპირდა და არ მოვიდა. ჩვენ გვახსოვს ახლა 2016-ში არ ვლაპარაკობ ახლა სადღაც როცა ხელისუფლებაში იყვნენ ნაციონალური მოძრაობა, მაშინ არ ყოფილა პარტიაში. 2016-შიც კი გვედავებოდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები იდგნენ გარეთ ფურცლებით. ნუ ხა როგორ ავთქვათ, ანუ ამიტომ ამაზე არ ვიცი, რომ ამობეჭდაზე და გაკვრაზე რა კანონმდებლობა არ შეუთანხმდებით. კანონმდებლობა არ გძალავს, როგორ შეუთანხმდებით ამ ამბავს დანარჩენ არასამთავრობოებს, მარტო მაგას ვამბობ, თორე არა მარტო ხო და ნუ შეთანხმებაზე ვლაპარაკობ. კანონმდებლობაში არ მართავს ჩანაწერი, სიმართლე გითხრათ. კანონმდებლობა ბატონო ვანომ და ბატონო გიორგიმ დაადასტურა და ავტორ ლისტთან გავლილი მაქვს ის სადასტურებს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ანუ არ ეწინააღმდეგება და ნახეთ მე ამ მონაცემებს გავაკეთებდი საიტს, რომ ვიყო სადამკვირვებელ მისია, ამ იმებს გადაუღებდი, შევაგროვებდი და გამოვდები და იმას უცხოეთში ცნობარი იქნებოდა საშუალება თავისთავად იპოვოს. სულ არ მჭირდება ცესკოსგან რაღაცა ახალი სერვისის გაჩენა, რომელიც შეიძლება იყოს, აი იმის რა ქვია, манипуляციის საშუალება, იმიტომ რომ იქ ცენტრალური სერვერი მისია და იქ შეიძლება ჩემზე აჩვენოს, რომ არ მოსულხარო, მაგრამ რეალურად იქ ჩემი სახელით ვიღაცა იყოს მისული. ამიტომ ამას გადავიღებდი და ყველას ექნებოდა საშუალება, სულ არ იქნებოდა დამოკიდებული იმაზე. ამას კანონმდებლობა არ ზღუდავს და გვაძლევს საშუალებას სადამკვირვებელ მისიებს და ყველა სუბიექტს საზოგადოებას გადავამოწმოთ გამჭვირვალედ მოსულები არ მოსულები და ეს მთელი პრობლემა მოგვარდებოდა. ეს თუ წარმოჭრის იმ პრობლემას, რომ აშინებს, მაინც აშინებენ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მაინც არ არა, მაინც აშინებენ, კი. ხო, ამიტომ რაცაც ვერ უშველთ, ნახეთ როგორი სიტუაცია არის. არის ეგეთი მიდგომა ხოლმე, რომ როდესაც შენ რაღაცას ვერ უშველი, ის ნორმა არის ყდრაჩობილი ნორმა ქვია რა. ყდრაჩობილი ნორმას ჯობია რომ აი ამ ქმედებით, როცა ეს ნორმა ვერ იცავს რაღაცა ქმედებას, ჯობია ეს ქმედება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და არ იყოს ექსკლუზიური. ყველასთვის იყოს რა ეს ხელმისაწვდომი და ამ შემთხვევაში უპირატესობა ნივილირდება. ამაზეა ლაპარაკი, ხო ვერ უშველით. ანუ კარში რომ დადგეს ვიღაცა და ტაბით ისინი იქნას, რა ქვია, ამ მოჩეკოს, ხო? არა, ვერაფერს ვერ უზავ რა, ვერ შეძლო ამას. არ გვაქვს ამის ის. ამიტომ გამოსავალი ყველას გქონდეს და მათ შორის უცხოეთში ცნობარი ეცოდინება, რომ თავის უბანს უნდა ჩახედოს და ნახოს, იქ მისულია თუ არა. არ დამჭირდება ცესკოს დამოკიდებული არ ვიდა მის კეთილნებაზე და манипуляციაზე ცენტრალურ სერვერიდან. აი ეს არის რა, ანუ ორი იმით მარტივად ვაგვარებთ აი ამ ეხლაც გავიარეთ ამ პრობლემებს. კი ბატონო, დიდი მადლობა უკვე 8 საათია და რომ თანხმდით
ვანოს ძალიან დიდი მადლობა დოკუმენტის მომზადებისთვისაც და პრეზენტაციისთვისაც და შემდეგ დისკუსიაზე გავაგრძელოთ. ხო, ვანო, დანარჩენი ნაწილები, იმიტომ რომ იქ კიდევ სამსჯელო, ეს დესინქრონიზაციის პრობლემას ვხედავ ეხლამე და კიდე ბევრი დეტალი, რაც პლანშეტს უკავშირდება, ხმის მთვრელ აპარატს უკავშირდება და მე მგონი ძალიან საჭიროებო თემა არის. სამწუხაროდ გიორგიც გამოგვეთიშა, იმიტომ რომ გზავრობს და გზაში ვერ აქვს ისეთი ინტერნეტი, ანუ აგდებდა ბოდიში მოგიხადა. შესაბამისად, დიდი მადლობა გიორგისაც, რომ დრო გამონახა ჩაერთო ყველა თქვენგანს, თითოეულ თქვენგანს უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ და იმედი მაქვს, რომ შემდეგ, ანუ უკვე მე-9 დისკუსიაშიც ჩავერთვებით ისევ აქტიურად და დავასრულებთ აი ამ თემას. და მიზანი მართლა ეს არის, ანუ ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, რა საპირისპირო ღონისძიებები და ქმედებები უნდა მოვიფიქროთ და დავუპირისპიროთ, რომ საერთოდ აზრი ჰქონდეს არჩევნებში შესვლას. საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ყველას გვინდა გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო და აი რა უნდა გაუმჯობესდეს, ეს აისახება დოკუმენტურთან უკან დაბრუნებაში თუ პირიქით, ანუ ისევ ელექტრონულის გაძლიერებაში და რაღაც რისკების გადაზღვევაში, ხო? აი ეს უკვე უნდა ერთად მოვიფიქროთ და ცხადია ერთად მოვითხოვოთ. ასე რომ უდიდესი მადლობა ყველას და ყველას ბედნიერი საღამო და შეგატყობინებთ შემდეგი სხდომის შეხვედრის დროსაც მოგვიანებით. მადლობა, ნახვამდის. აყურებლებ. ერად სახლში ხარ? სახლში ხარ? გიორგი, სახლში ხარ?